მე გიყურებთ სულ, ძალიან მიყვარს მისმინე. რომ არა თქვენ ჩემო ბოტებო. ჩვენი საზოგადოება ვერასდროს ვერაფერზე ვერ უნდა შეთანხმებულიყო. 22 წლის წინ გავიცანი უკიდურესად მორცხვი ბიჭი. მე ზოგადად ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. თეზოში რაღაც დასახერხია, ხო, იქ კარი გაფუჭებულია, უნდა გააკეთო. რა სჭირს ბიძინა? ვერაფერი ვერ დაულაგა ბიძინა ივანიშვილმა და ვერაფრით ვერ დაიცვა. ჟურნალისტიკა, აი 20 წლით უკან რო დამაბრუნე, ნამდვილად ავირჩევ კიდევ ერთხელ ამას. შენ არ გაქვს პოლიტიკური ამბიციები? არა. რატო? აქვს ცდელობა რეაბილიტაციის. გადაკვეთილი აქვს ყველა ხაზი. დაინახეს რაღაც სამკუთხედი თავი და რა იფიქრე? თავის ფორმაზე ნახდა გამიფიქრია. ეს რო ამოჭრა. იმას ამოვჭრი და ვერა მეტრეველი. შაბათის მარში არის ზეიმი, იქ სიხარულია. ქართველს რომ ეთქვი გაგლახავდა შედიო, არ შევა. ჟურნალისტიკა ხელობაა. მხოლოდ ხელობა არ არის, მაგრამ ხელობაც არის. საათის ხელოსანია. რაღაც იმის. სალამი, მადლობა რომ გვიყურებთ. ეს არის YouTube არხი მისმინე ვიკასთან. დღეს არის განსაკუთრებული სტუმარი, ჩემი მეგობარი და ჩემი კოლეგა ვახო სანაია. აქ ტაშებს დავადებთ მე ვახო. კატ. კარგი. როგორ ახარ ვახო მითხარი? კარგად. შენ როგორ ახარ? ხო, მე ყველას ვეუბნები რომ კარგად. ოპტიმისტი ხარ, ისე შეგამჩნიათ რამდენიმე ჩატში, რომ ძალიან ოპტიმისტი. ოპტიმისტი ვარ და ყოველთვის ვამბობ, რომ კარგად ვარ და ეგ არ მომწონს, როცა ამბობენ, რომ აი ვარ რა. ან როგორ ვიქნები, ზოგიერთი ამბობს, რომ აი საერთოდ ამ შეკითხვის დასმა არ ღირს და ასე შემდეგ და როგორ არ ღირს. აქვე მინდა შევახსენო ჩვენი YouTube არხის მაყურებელს და მსმენელს, რომ დააკომენტარონ, მოგწერონ, დააფოლოვერონ, ალგორითმი მუშაობს, სხვათა შორის, რაც უფრო მეტი ადამიანი აკომენტარებს, მით უფრო ამოვარდება ეს ჩვენი ვიდეოები და უფრო მეტად გავრცელდება და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. TikTok-ზე ვართ, Instagram-ზე ვართ, Facebook-ზე ვართ და YouTube-ზე ხომ ვართ და ვართ. მე გიყურებთ სულ. მართლა ხოლმე მეკითხა და დამასწარი. ყველაფერს უყურებ პრაქტიკულად, ძალიან მიყვარს მისმინე. ჩვენთანაც ფორმულაზეც გადის, ანუ ყველგან ვუყურებ, ტელევიზორი სულ ჩართულია, YouTube-ს სულ ვთავ, ასე რომ ყველგან არის უკვე მე მგონი მისმინე, ყველა პლატფორმაზე, ყველგან ხვდება ანუ ტელეფონში, ანუ YouTube-ზე ხშირად ისე გადავდივარ, რომ სადღაც სხვაგან ამომიგდებ სხვა სოციალურ ქსელში და მე იქიდან გადავდივარ და როგორც წესი, პირველ კომენტარში დევს ხოლმე სრული ლინკები და იქაც ვუყურებ. და ბოტებსაც ვართავ უფლებას, ანუ ჩემგან მწვანეა და ვახოსგანაც ალგორითმს შეუწყოს ხელი თავარი ახლა. რომ არა თქვენ ჩემო ბოტებო. აბა ვინ ნახავდა ჩვენ ვიდეოებს, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ისინი უწყობენ ხელს ალგორითმს და საერთოდ ბევრ რამეს უწყობენ ხელს ბოტები. მაგალითად ივანიშვილს ზუგდიდის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ერთნაირი სიტყვებით მიულოცეს დაბადების დღე და თქვენს რომ დაემთხვაო. როგორ დაემთხვა? კაი, ერთი სიტყვა დაემთხვა, ორი, სამი, მაგრამ 10 20 სიტყვა როგორ დაემთხვევა? ასეთი რაღაცა საერთოდ არ არსებობს. ეგ ვერ დაემთხვევა. საერთოდ ალბათ გაბრაზდებოდა ივანიშვილი. რისთვის? აი წამი ამდენ ფულს ახარჯავს, ამდენი ტენდერი მოაგებინა ამათ, ამდენი რამე გააკეთებინა და გულიდან ვერ გაიმეტეს სიტყვები მისთვის, რომ არ გადაეწეროთ ერთმანეთისთვის. ძალიან მეწყიდება. ძალიან ბევრს თხოვ შენ. ტროლებს, ეგრეთ წოდებულ ექსპერტებს, მათთან გათანაბრებულ ხალხს, ძალიან ბევრს თხოვ ეს ასე არ იქნება ვიკა, სულ ტყუილად ელოდები, რომ ლიტერატურულად შეგაგინებენ, რასაც გაგინებენ ის იქ მარე. ოკეი. იცი რა მაინტერესებს? ბოლო 3 წელიწადში რომელ ქვეყნებში იყავი სამოგზაუროდ წასული? არ მახსოვს ეს სამოგზაურო. სად არ იყავი? არა მოიცა, ვიყავი. სად? ერთი წელი. მე სამოგზაუროდ ასე არ დავდივარ. რატო? არ მინდა, აქ მინდა ვიყო.
თამუნას რატო არ ერთი დავყვები წამი ხოლმე? ხანდახან დავყვები. როდის? ეხა ბოლოს რო იყო რატო არ გაყევი? ბოლოს. არა, ასე არ დავდივარ სამ. თამუნა როგორ დადის ხო რაღაც თავის სამსახურებრივი რაღაცებით დადის ხო? მე მით უმეტეს კაცო. არა, რა მით უმეტეს? რატომ ფული არ დაგეხარჯება ამაში, ამ გაჭირვებაში და კრიზისში? გამოიყენე ფული მივლინების სადაც არ მეხარჯება, შესაძლებლობა. იმიტომ რომ არ მაქვს. შესაბამისად არაფერიც არ დამეხარჯება, დავყვები როგორ ის დადის თავის საქმიდან გამომდინარე და თან უყვარს მოგზაურობა და ამას რაღაცნაირად ერთმანეთს უთავსებს ძალიან კარგად. შენ გიყვარს მოგზაურობა? მე მიყვარს ყველაფერი რაც არის უცხო ჩემთვის, რომ ეს ყველაფერი ავითვისო, მაგრამ ახლა გეტყვი როგორ ავითვისებ მაგალითად, აი რომელიმე ქვეყანაში ვართ მე და თამუნა ან კიდე ვიღაც ხალხი რომ გავედი და შევხედე ქალაქის რაღაც არქიტექტურას, აი დაახლოებით შევხედე, ეს ჩემთვის სრულიად საკმარისაა. კიდევ მეტი ინფორმაცია თუ მინდა, დავგუგლავ. წავედით ახლა ხო, წავედით, ხო, წავედით. აი ვნახეთ უკვე. და თამუნა აკეთებს ასეთ რაღაცას. აი მაგალითად ერთ ქალაქში, როდესაც ვიყავით, ვისაც კი ქონდა კარი გაღებული, იქ შევიდა თამუნა ყველგან და დააფოტო სურათა, ვიღაც ზის თავისთვის სახლში, ბავშვებს ეთამაშება და ეს შევიდა, ანუ სხვისი სახლია მეუბნები, რატო შედიხარ? ნუ მე ტურისტი ვარ და ყველაფერი მაინტერესებს, როგორ ცხოვრობს აქ ეს ხალხი და ანუ შენ უბრალოდ კარი გამოღებული რო დაგრჩეს სახლში. ხო. და ტურისტი არის რა, ჩამოსული ვიღაცა და შემოვიდა სახლში და ფოტოებს გიღებს. ეგ კარგია, გაგიხარდება? არ არის, ეგრე არ შეიძლება. გარედან გადაიღე კი ბატონო. კარი ხია, იქ ვიღაცა ტელევიზორს უყურებს, არის რომელიღაცა ქვეყნის მკვიდრი, მისთვის ერთი ჩვეულებრივი დღეა და თამუნა ადგება ფოტოაპარატი. კი, რა გააკეთა გეტყვი. აი წარმოიდგინე ასეთი სურათი. ოდნავ არის გამოღებული კარი და გააღო ფართოდ და შევიდა შიგნით. და სვამს რა ეს ხალხი ტელევიზორს უყურებს, თავისთვის არიან სახლში. ბავშვები დარბიან და მაგრამ თამუნას ეგზოტიკაა და საინტერესო. კი, შევიდა, იმიტომ რა ფერადი იყო ეს კარი. შევიდა. შევიდა შიგნით და რაღაცებს უყურებს, ფოტოები გადაუღო და წამლები მისცა. ეს წამლები წამოღებული ქონდა, იმიტომ რომ კუბაზე ვიყავით. ხო და იქ წამლების დეფიციტია. პარაცეტამოლი წამოიღო ბევრი და შევიდა აქ, შეუტანა ეს ანუ თავისთვის ადამიანი როზის არ უნდა იქნება წამალი. და მიუტანა წამალი ჩამოურიგა ამ ხალხს ასე. მერე გამოვიდა სხვა კარში შევიდა, იქ ჩამოურიგა და აი ესე და ეს არის მისთვის მოგზაურობა, ანუ მთლიანად უნდა შეიგრძნოს. რაც მეტყველებს თამუნას დიდ სულოვნებას. ხო, სადაც არის, ის მთლიანად უნდა შეიგრძნოს იქაურობა. აი მაგალითად რომ დავათვალიერე რაღაც ქალაქი იყო, პატარა ქალაქი, რომ დავათვალ სიღნაღს გავდა, რომ დავათვალიერე, მივხვდი დაახლოებით რა არქიტექტურაა, რომ ყველგან ყველა ქუჩაზე ეს იქნება. და საკმარისი იყო შენთვის. ჩემთვის აბსოლუტურად საკმარისი იყო. ნუ არ შეიძლება რომ ყველა ქუჩაზე იყო ნამყოფი ეგ მოგზაურობა. და არ შეიძლება რომ ერთი ქუჩა ნახო და თქვა წავედით თბილისშიო. ნუ კარგი, ორი. და შოპინგი გიყვარს შენ. ეს საერთოდ არ მაინტერესებს. ეს ის მიმართულება, რომელიც საერთოდ არ ერთადერთი მაინტერესებს ეს თუ რამეს რა განიჭებს სიამოვნებას? მაინტერესებს, ახლა ანუ ციგნების მაღაზია მაინტერესებს ყველა ქალაქში, ყველა ადგილას, ნებისმიერ ადგილას მაინტერესებს ციგნების მაღაზია. ეს არის შოპინგი ჩემი. დანარჩენი არ მაინტერესებს არაფრის ყიდვა საერთოდ. ჩვენი სპონსორი არის ჩვენი ძვირფასი PSP, რომელიც გვანებივრებს თავისი საჩუქრებით და არასოდეს არ მომბეზრდება იმის თქმა, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც ეხმარება დღეს მედიას, ჩემთვის არის უძვირფასესი და უმნიშვნელოვანესი და მადლობა ჩვენს ერთგულ მეგობარს PSP-ს, რომელმაც შენ გამოგიგზავნა საჩუქარი. ესეთი უძვირფასესი და უკარგესი საჩუქარი შენთვის თამუნას განსაკუთრებით გაუხარდება, შენ რომ ასეთი სურნელი
მართალი გექნება და კაცები ძალიან ხშირად ამბობენ, რომ თავის მოვლისთვის არაფერი არ სჭირდება და შენ დარწმუნებული ვარ, შენით არ გავარდებოდი და არ შეიძენდი ამ არაჩვეულებრივ ნაკრებს, მაგრამ აი ხა რა მოხდება, იცი? მე შენ დარწმუნებული ვარ, რომ აი ამას რომ გასინჯავ და მოსინჯავ. და დაიბკურებ. რა არის ეს? სრულიად შეიცვლება შენი დამოკიდებულება თავის მოვლის საშუალებების მიმართ. აი ეს არის. კი, მაგრამ თმის შეჭრასთან არის დაკავშირი არ არის თმის შეჭრასთან, მაგრამ რაღაცა კაცების კანი უფრო სქელია, მაგრამ სინამდვილეში ისეთივე პრობლემები აქვთ ხშირად, როგორც ქალებს. იცოდი შენაექ დეჰიდრიტაცია თქვენს გაწუხებთ, გაუწყლოება თქვენს გაწუხებთ, მზისგან დაზიანება და თან ამას კიდევ გაპარსვის რაღაცა ტრამვებიც ემატება. საპარსი არ არის შენთვის დონიშნული. არც დროს არ გავიპარსავდი წვერს ეთერში რო არ ვიჯდე. მაგრამ ეთერში ზიხარ და წვერს ხო იპარსავ? კი. ხო და ეს არის საშენო პროდუქტი. ხო, მაგას ვამბობ. ხო და ამიტომ რას წაისვამ სახაზე, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აბსოლუტურად, რა თქმა უნდა. ანუ აქ არის 4 სხვადასხვა რაღაც. კი ბატონო, 4 სხვადასხვა რამე არის. წვერის და ეს რაღაცები თუ ესე იგი, კი ბატონო, ეხლა მე აგიხსნი ეს რა არის. მოკლედ, ეს არის კორეული კოსმეტიკა. ძალიან ჭკვიანურადაა მოწყობილი კორეული კოსმეტიკა ზოგადად და რაც მთავარია ქალაქის დაბინძურებულ გარემოში დაცვაზე არიან ორიენტირებულები, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის მისშას ბრენდი, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ბრენდია, ლუქს კატეგორიაში გადის და ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მსოფლიო ბაზარზე გაავრცელა კორეული მოვლის აი ეს იდეა და ეგრეთ წოდებული რამდენიმე საფეხურიანი აი ეს ბიუთი სისტემა აქვს. ეს არის ესე პარსვის შემდეგ გამოსაყენებელი ლოსიონი. ეს რა არის? აბა მოდი ერთად ვნახოთ, ვახო. ეს არის, როგორც მივხვდი, ეს არის ოდეკოლონი. ეს წვერის გაპარსვის შემდგომი საშუალებაა სავარაუდოდ. როგორია? და ესეც არის ლოსიონი. ეს არის ლოსიონები მოკლედ. და იმედია, რომ გამოგაგდა. ძალიან დიდი მადლობა. კარგი საჩუქარია. ნამდვილად და PSP-ს ძალიან დიდი მადლობა ჩემს საყვარელ PSP-ს, რომელიც მე განსაკუთრებით მიყვარს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა ვინც ჩვენ გვეხმარება, ეხმარება მედიას ამ ძიმე პირობებში და PSP-ს უღრმესი მადლობა ამ არაჩვეულებრივი საჩუქრისთვის. ეს დიდი მადლობა. დიდი მადლობა. საერთოდ სიამოვნებას რა განიჭებს? გულისხმობ რამე თქოთ აქტივობა, ჰობი, რა ვიცი. ბევრი რაღაც. აი ყველაზე კარგად როდის გრძნობ თავს? ახლა ჩვენ იმდენად დატვირთული გრაფიკი გვაქვს ვიკა და იმდენად ვიღლებით. ყველაზე კომფორტული ადგილი და ადამიანისთვის ზოგადად მაინც არის სახლი. მაგრამ მე აი აქტიური არის ხალხი, ვისაც აქტიური დასვენება უყვარს და გათანგულები გამოდიან მე სამსახურში, აი მაგალითად მოსულა თანამშრომელი სამსახურში აშვებულების შემდეგ და უთქვამს, რომ ისე მაგრად დავისვენე, აი ცხენებზე ჯირითობდი. კარავში მეძინა 2 კვირა. ყვინთავდი, ნადირობდი რაღაც ბიზონზე, რაღაცებს გეუბნება და ეგ ხო საბოლოო ჯამში მგონია რომ მაინც ძალებს გაცლის, მაგრამ იმ წუთას ადამიანს მოსწონს ეს. მე გინდა გითხრა, მე და შენ ხო მეგობრები ვართ. ყველაზე კარგი და ისედაც ვიკა. მე ვიცი, შენ მე ხო ვხედავ შენ სად გწნობ თავს ყველაზე კარგად. შენთან სამზარეულოში აუცილებლად უნდა იყოს რაღაცა ორი მოსაზრება. შეუთავსებლობა უნდა იყოს და შენ რაღაცას უნდა ამტკიცებდე და სხვები საპირისპიროს უნდა გიჟდები მაგაზე. და თან უნდა ვსვამდეთ. თან უნდა ვსვამდეთ. მაგაზე გიჟდები. მე ამ ბოლო დროს კიდევ უფრო შემიყვარდა დალევა მეგობრებთან ერთად. ეს არის ძალიან მაგარი საშუალება განტვირთვის. აი ნებისმიერ მოგზაურობას
მირჩევნია რაღაც სივრცეში, სადაც შენი ძალიან ახლო ადამიანები არიან. და არის სვამ კარტყანი. ერთობი, ხო, აი ხმაური ან ხმაურის გარეშეც თუნდაც ეს დეფიციტი გვაქვს ჩვენ. არ გვაქვს ბევრი დრო იმისთვის, რომ ადამიანებთან ურთიერთობა შეიგრძნო. ჩვენი სამსახური ხო ეგ არის, რომ აი სწრაფად უნდა აკეთო რაღაც. ვერ ეკონტაქტები სრულიად განყენებულ თემებზე ადამიანებს და ეგ ჩვენ გვჭირდება სხვათა შორის ახლა განსაკუთრებით. დიქტატურაში ცხოვრებას სჭირდება რაღაც თვისებების გამომუშავება იმისთვის, რომ შენ ამ დიქტატურამ ვერ დაგხალოს. და პირიქით ქნა. და შენ უნდა დახალო იქით. იცი რა იმ წუთას როგორც კი შენ მაგრად დაგხლის დიქტატურა, ჩათვალე რომ მან გაიმარჯვა. ამიტომ შენ ჭირდება ძალები. და ყველაზე მოკლედ როგორ უპასუხებდი ახლა ამ კითხვას, სათხედავ ავტოკრატიის რღვევის სამ ნიშანს მაგალითად. მოდი ბევრი არ ვთქვათ. რაც იძლევა შენი ოპტიმიზმის საფუძველს. პირველი ეს ვართ ჩვენ, როდესაც პროტესტი არ ჩერდება. მეორე ეს არის ბიძინა ივანიშვილი. და რა სჭირს ბიძინა? ბიძინა ივანიშვილს სჭირს ის, რომ ვერ ახერხებს თავისი, აი, ვისაც ეყრდნობა იმ შემადგენლობისთვის სტაბილურობის ბჭყალებში. ეს რაც მისთვის არის სტაბილურობის, ანუ ვერ ახერხებს ჭაობის დამკვიდრებას ბოლომდე. და მესამე არის ის ხალხი, ვისთვისაც ვერ ახერხებს ამას. რომელმაც უნდა დაკარგოს ბოლომდე რწმენა, რომ ივანიშვილი მათთვის ხდება და ბოლომდე უნდა გახდეს არა სტაბილურობის, როგორცაც პირდებოდა ივანიშვილი, არამედ დესტაბილიზაციის, მათი ცხოვრების დესტაბილიზაციის და არასტაბილურობის საფრთხე. და ამ საფრთხეს გრძნობენ. აი მაგალითად ის რაც ხდება ახლა პროპაგანდისტულ არხებთან დაკავშირებით, ბრიტანეთის სანქციებს გულისხმობ, დიახ. ეს ხომ არის გზავნილი, რომ ვერაფერი ვერ დაულაგა ბიძინა ივანიშვილმა და ვერაფრით ვერ დაიცვა. ის ამას პირდებოდა. თქვენ მე წამომყევით ბოლომდე და მე თქვენ დაგიცავთ და ვერ დაიცვა. იმიტომ რომ სანქცირებულ ტელევიზიაში მუშაობა ეს არის კატასტროფა. საშვილიშვილო დამღა. ყველაფერს რო თავი დავანებოთ იქ რაღაც ტექნიკურ შეზღუდვებს, რაც სანქციებს თან ახლავს. ესენი სანქცირებული არიან მტრის სასარგებლოდ მუშაობის გამო. საქართველოს მტრის მათ პირდაპირ უთხრეს, რომ რუსეთზე მუშაობენ. და უკრაინის და შესაბამისად საქართველოს წინააღმდეგ უპირველეს ყოვლისა. ისინი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მუშაობენ. როგორ წარმოგიდგენია ეს როდესმე მათი ცხოვრებიდან განიდევნება, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, რომ შენ მუშაობდი პროპაგანდის მანქანაში, სადაც ემსახურებოდი მტერს. ბახო, რა ჭირს ამ? ეს არასდროს არ დამთავრდება მათ ცხოვრებაში, ეს დამღა. როგორ დაემართათ ეს? აი ძალიან ბევრი არის ჩვენი მეგობარი, სტუდენტობის დროინდელი, ჩვენი საერთო ნაცნობი, ერთად რო გვიმუშავია ისეთი ხალხი. ვისთანაც გქონია გაგვიტარები არაჩვეულებრივი დღეები წლების წინ. რა დაემართათ ადამიანებს? მე ვუძებნი ამას ახსნას ვიცი, რატომ დაემართათ. არის კატეგორია, რომელსაც საერთოდ ყველაფერზე ხელი აქვს აღებული. ეს კატეგორია შეგვიძლია გველზე გავწიოთ, მაგრამ იმ კატეგორიას, რომელზეც შენ ლაპარაკობ. ხო. დაემართა ასეთი რამ. რა დაემართა? ივანიშვილი ხომ მუდმივად მიდიოდა დაყოფის გზით. ჩვენი საზოგადოება ვერასდროს ვერაფერზე ვერ უნდა შეთანხმებულიყო. ეს არის კლასიკური მაგალითი, აი ასეთი მიდგომის, რასაც ივანიშვილი წლების განმავლობაში აკეთებდა. როგორ აკეთებდა ამას საწყისი პერიოდიდან ამ რეჟიმის მოსვლამდე, როგორ აკეთებდა შუის გაკრეფა, ის მისი მთავარი ასე ვთქვათ, იდეოლოგიური გზავნილი, იმიტომ რომ რაიმე სხვა იდეოლოგიური გზავნილი მას არ ქონია და არც აქვს, ამ იდეოლოგიაზე არ დგას საერთოდ, შუა უნდა გაიკრიფოს და ეს შუის გაკრეფა მერე გადაიტანა უკვე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრაქტიკაში კიდევ უფრო გაძლიერებულად. მაგალითად, არჩევნებამდე თუ ეუბნები, რომ შუა უნდა გაიკრიფოს ან ის ან მე, სხვა ალტერნატივა არ არის. ხო,
და საარჩევნო კამპანიაა და საარჩევნო სტრატეგიაა. მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როდესაც შენ ამას ახორციელებ, უკვე ძალაუფლების მქონე, ამბობ, რომ საზოგადოებას უნდა იყოს დახლეჩილი და ამას ყოველდღიური სიძულვილის დამკვიდრებით ხელს უწყობ, შემოიტანა ნაციკოცი მუდმივად, ნაციკოცი, ყველა ნაცია, ვინც ნაცია არ არის, ყველა კოცია და პირიქით, აი ეს შემოიტანა. ეს თავისი პროპაგანდისტული არხები ამუშავა ზუსტად აი ამ მიმართულებით, აი ამის დამკვიდრებაზე, აი ამის გაღრმავებაზე. და ეს ჟურნალისტები ამ პროპაგანდისტული არხის დარჩნენ აი ამ კონსტრუქციაში. და ისინი ვერ მიხვდნენ, როგორ გადავიდა საბოლოო ჯამში ნაცი კოცის ძახილიდან ეს ყველაფერი. რუსი და ქართველი. რუსი გულისხმობ არაეთნიკური ნიშნით, არამედ რუსეთი და საქართველო. და ისინი ისევ კოცი ნაცის პარადიგმაში აგრძელებდნენ ცხოვრებას, მაგალითად 20 ივნისის შემდეგაც. მაგალითად 5 ივლისის შემდეგაც. და როდესაც 20 ივლისს ისევ ნაცი კოცი გონია 20 ივნის გულისხმობ გავრილოვის ღამეს ნაცი კოცი გონია ამბავი იქ. როდესაც 5 ივლისს, როდესაც რეალურად სახელმწიფო როგორც სახელმწიფო დაემხო, რაც გააკეთეს იმით და ლექსოს ამბავი კოცინაცი გონია, როდესაც რუსები აკეთებდნენ ამას. აი კრემლისტური დაჯგუფებები პირდაპირ ივანიშვილის ხელისუფლებასთან შერწყმული აკეთებდნენ ამას თბილისის ქუჩებში. როდესაც ევროკავშირის დროშებს წვავდნენ. როდესაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც შენ ნაცი კოცი გონია ეს ყველაფერი. როდესაც ამას ყველაფერს გაივლი, როდესაც პირველი რუსული კანონის შემდეგაც ნაცი კოცის ძახილს აგრძელებ, მეორე რუსულ კანონზე ხალხის წამებაზე, დარბევაზე, უბედურებას, მანდედან უკვე ნელ-ნელა ისე შეხვედი ამაში, რომ მანდ უკან მოსატოვებელი გზა არ დაგრჩა. და ჩაგითრია ივანიშვილმა. ფული, ხელფასი, პრივილეგიები. გასაგებია, ეს ყველაფერი თან ახლავს. ამიტომ დავყავი ორ ნაწილად. არის კატეგორია, რომელიც ფულის გამო ყველაფერს ხელს მოაწერს და არის კატეგორია, რომელიც ამაში ისე ჭყალებში ლამაზად შეითრიეს, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ დაუტოვეს. ისინი ახლა გულშემატკივრობენ მთელი გულით რეჟიმს, უნდათ რომ ეს შენარჩუნდეს დიქტატურასა და რუსეთში ცვლიან საქართველოს, იმიტომ რომ გრძნობენ რას? მათ ყველაფერი ეს, რაც ივანიშვილმა აკეთა, აპრავეს და მათ არ ექნებათ შესაძლებლობა, მათ საზოგადოება ყოველთვის ამას შეახსენებს თავის ცხოვრებაში. ამიტომ ერთადერთ ჩანს ხედავენ, რომ მუდმივად იყოს ბიძინა და ეს ასე ვერ იქნება. ისე შეიყვანა ამ სპირალში, თვითონ ვერ მიხვდნენ და ახლა უკვე ხვდებიან, რომ უკან გზა აღარ არის. მათ ისინი ემსახურდნენ რუსეთს და აგერ სანქციებიც დაირწყეს, ასე ვთქვათ. ვახო, აი ჩათვალე რომ ხარ მომავალი ჟურნალისტების წინაშე და გთხოვეს რომ 2 წუთში ჩაატიო რაღაცა პატარა მასტერკლასი ჩაუტარო მომავალ ჟურნალისტებს და მოყვე შენი პროფესიის შესახებ, რა მოგინდება რომ მათ უთხრა? რითი დაიწყება ეს 2 წუთი, რითი დასრულდება? რას ურჩევდი მათ? ამ პერიოდით დაიწყება. კი, ეს პერიოდია. როგორ წაგვართვეს ეტყოდი რომ ცუდი გადაწყვეტილებაა? ჟურნალისტიკა? არა. ვეტყოდი რომ კარგი გადაწყვეტილებაა, სწორი გადაწყვეტილებაა. მე დღეს აი 20 წლით უკან რო დამაბრუნო 22 წლით, აი დღეს ნამდვილად ავირჩევ კიდევ ერთხელ ამას, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქვეყანას. მე კი არა, ანუ თავისუფალი სიტყვა. და მოვუყვები იმას, როგორ წაგვართვეს ქვეყანაც და ჩვენს პროფესიას როგორ გვართმევდნენ და გვართმევენ. შენ არ გაქვს პოლიტიკური ამბიციები? არა. რატო? გადასარევად
ხარ. ვცნობ ეხლა მოიტანეთ ციცრუის დეტექტორი. არა, გადასარევად იმას არ ხარ გულისხმობ. გძნობ თუ არა თავს გადასარევად და რომ ეტყოდი, კი, ეს ციცრუეა. რაღაცა მომდოდა. თქვენ ტოვებთ ამ პროექტს. დავსო მორჩა. გადასარევად იმიტომ კი არა რომ ჩვენს ტელევიზიებში ან ჩვენს პროფესიაში ყველაფერი გადასარევადა, მაგიტო ანუ გულისხმობ იმას რომ ამ პროფესიაში მინდა ყოფნა. და მგონია რომ ამ პროფესიით უფრო ვემსახურები იმ საქმეს, რომელიც სწორი საქმე მგონია კი არა დარწმუნებული ვარ და რომელიც ბოლომდე უნდა მივიდეს და ჩვენი ძალისხმევა ამაში არის ძალიან დიდი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ფუნქცია დღეს. და რა აზრეს ხარ იმ ხალხსა, ვინც ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში მიდის? ჩვეულებრივი ამბავი მგონია მაინც, რა ვიცი. და პოლიტიკოსები თანამდებობისთვის უნდა იბრძოდნენ? პოლიტიკოსები? ძალაუფლებისთვის შესაბამისად ამისთვის თანამდებობა ჭირდებათ კი. და რატო უტყდებათ მაგის თქმა? რისი? აი არაპოპულარულად ითვლება. თანამდებობის, სიტყვა თანამდებობის, იმიტომ რომ სიტყვა თანამდებობა იმდენად დისკრედიტირებულია ჩვენს ქვეყანაში, რომ ხო თანამდებობისთვის არ ვიბრძვი. ეს რაღაცნაირად დამკვიდრა, ეს სრულად ცდარი მოსაზრება. მესმის რომ თავად სიტყვა არის დისკრედიტირებული, იმიტომ რომ შენ თუ მოდიხარ პოლიტიკაში, შენ აუცილებლად მოდიხარ ძალაუფლების ასახებად, აბა რა გინდა პოლიტიკაში. და თუ ძალაუფლებისთვის მოდიხარ, თანამდებობა თუ არა გაქვს, ვერ განახორციელებ მაგ ძალაუფლებას. აქ თავარია შენ პატიოსანი იყო. შენ იდეები გამოძრავებდეს და თანამდებობა როგორც ასეთი თავისთავად არ გინდოდეს, ხო? სკამი თავისთავად არ გინდოდეს, ეს სკამი გჭირდება, რომ შენი იდეა გაატაროს. საშინელი სიტყვა სკამი. საშინელი სიტყვა, იმიტომ რომ აი გეტყვი კორუფციასთან ასოცირდება, გაზულუქებასთან ასოცირდება. კორუმპირებული, ამასთან ასოცირდება. ბევრჯერ გამარჯვებული, ღაბაბიანი ასოცირდება. ამიტომ პოლიტიკოსები ამბობენ ხოლმე ჩვენ სკამისთვის არ ვიბძვი. საშინელი სიტყვა. აი, სკამი არ გვინდა სკამი. რაღაცა ტაბურეტკა. იბრძვი ძალაუფლებისთვის და ძალაუფლება არ არსებობს თანამდებობის გარეშე და თანამდებობა არ არსებობს სკამის გარეშე. ფეხზე ხო არ იდგები? სულ, ანუ უნდა ჩამოჯდეს სადღაც. არ უნდა თქვა რომ ეს ცუდია, ან არ უნდა თქვა რომ უიმე არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ბინძურია პოლიტიკა. არა, შენ შეგიძლია ეს შეცვალო. ეგრე ბინძური ყველაფერია. აგერ ხედავთ როგორი ბინძურია ის პროპაგანდისტულ არხებზე, ისინი ხო თავისთავად ჟურნალისტებს ეძახიან და არ არიან ჟურნალისტები, ხო? და ირო წამოვიდნენ ჩვენ რა დამოკიდებულება უნდა გქონდეს, აი პოზიტივი და იმედის ჟურნალისტებმა რომ დაიწყონ ახლა წამოსვლა არხიდან ჩვენ ტაში უნდა დავუყრათ. წამოსვლა სად? წავედით არ გვინდა, აი ხა მაგალითად ერთ-ერთს არ დავასახელებ, გვარსა დასახელს, აქვს მცდელობა რეაბილიტაციის. გადაკვეთილია ყველა ხაზი. მე ვიცი ვისაც გულისხმობ და გადაკვეთილია ყველა ხაზი. ხო, მაგრამ როგორ წავახალისოთ? ვინმე ეგ გარისკოს, ვინმე მე გარისკოს და წამოვიდეს. რა ვიცი, ძალიან კარგი იქნება. ეგეთი ღვევა რაღაც ეტაპზე დაიწყება და ეს ძალიან კარგი იქნება, რა თქმა უნდა. და წახალისება რა გითხრა? ანუ წახალისება გააზრება სჭირდება მაგას, რომ კიდევ უფრო ღრმად თუ ჩავა, კიდევ უფრო ძლიერად აგებს პასუხს ყველაფრის წინაშე, ისტორიის წინაშე უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ხალხის მეხსიერების წინაშე. ანუ რაღაც მომენტში უბრალოდ უნდა გააცნობიეროს, რომ ბიძინა ივანიშვილი სადაც მიდის, იქ არ უნდა წავიდეს. ოღონდ ეს არ ნიშნავს მათ რეაბილიტაციას, არც ერთ მათ ისეთები აკეთეს ვიკა. ისეთი რაღაცები იკადრეს, რომ არ ვიცი იმის იქით რა შეიძლება. ბიძინა ივანიშვილი რომ გამოჩნდა პირველად, აი ჩაირთო ეკრანი, გამოჩნდა ბიძინა 2011 წელი იყო ჯერ კიდევ, დაინახე ეს რაღაც სამკუთხედი თავი და რა იფიქრე? ნუ თავის ფორმაზე ნახდათ არ მიფიქრია ახლა ეს. ნუ ეგ მეც არ მიგულისხმია. მაგრამ ხო უნდა აღმენიშნა მისი სილამაზე. მე რა ვიფიქრე? ხო, აი რა იყო პირველი, აი გამოჩნდა მესია? რომ შეიცვლებოდა ხელისუფლება. ეს ვიფიქრე. და გიხაროდა? არა, სიხარული რა შუაში მივხვდი. არა, მაინ გულშემატკივრობდი ამ პროცესს. არა, არ მიმიცია მე ქართული ოცნებისთვის ხმა. არ მიმიცია. შეიცვალა
რეალურად 2011 წელს შეიცვალა ხელისუფლება. 12-ში ოფიციალურად ასე ვთქვათ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ შეიცვლებოდა. კი, ეს ყველა მიცის, ვინც აზრს მეკითხებოდა მაშინ, და რუსი იყო შენთვის? შეიცვლებოდა. ეს კაცი მოსახლეობამ თქვა, რომ უნდა შეიცვალოს. ეს არის აქ მთავარი. ანუ ლაპარაკი იმაზე, რომ აი მე ხომ გეუბნებოდით, რომ ესა რუსია. არ მოგწონს ეს არ მომწონს არ მომწონს არა. პირიქით, ვინც ამბობ, არა. ვინც ამბობდა, ხო, ეუბნებოდა ხალხს, რომ ეს მინიმუმს აეჭო ვინმე. ზოგი ამბობდა, რომ ყველა დებილია, ვინც არიჯერებს, რომ ივანიშვილი არის რუსული პროექტი. იმიტომ რომ სხვებისგან განსხვავებით ის ამაში დარწმუნებული იყო იმ თავითვე, მაგრამ ვიღაცას საეჭოდ მიაჩნდა, ვიღაც ფიქრობდა, რომ არ არის რუსი, ხო? მაგრამ ამას ახლა არსებითად არანაირი მნიშვნელობა ამ წუთას არ აქვს, იმიტომ რომ მაშინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ უნდა შეცვლილიყო და სიტუაცია ის არის, რომ ცუდი ხელისუფლებით მოუწია შეცვლა და გადაწყვიტა, რომ მაინც უნდა შეცვალოს ამით ბიძინა ივანიშვილით, იმიტომ რომ შუა უნდა გაიკრიფოსო თქვა თავად ივანიშვილმა, ხო? წაშლილია ზღვარი ჟურნალისტიკასა და სამოქალაქო აქტივიზმს შორის და ამას შე როგორ უყურებ? ხო, ასეა. შენ ჟურნალისტი ხარ? თუ არ ვიცი, აქტივისტი ხარ, თუ ვინ ხარ შენ? მოდი ასე ვთქვათ, ჟურნალისტი, მოქალაქე, აქტივისტი, ექიმი, ლიდერი, მეწარმე. ყველაფერი გამოვდივართ, რაც ამ ბრძოლას ემსახურება. ჩვენ ვიბრძვით ვიგან. მე არ მჭირდება ვუყურო ეს მხარე და ის მხარე, ჩემთვის დგას პირდაპირ საქართველო და რუსეთი და რუსეთის რეჟიმი აქ. არის ეს ჟურნალისტიკა, რა ვიცი, მგონია რომ ეს არის ჟურნალისტიკა, სიმართლე უთხრა იმ აუდიტორიას, ვისაც ესაუბრები. ამასთანავე ვართ აქტივისტები? კი, და ეს ჩვენთვის ეს არა, ესეც ამ რეჟიმმა გააკეთა. იმიტომ რომ არ დაგვიტოვა სხვა შესაძლებლობა. რაღაცის თქმა მინდოდა აი რომ მკითხე, კი ძალიან. რატომ დავამარცხებთ ივანიშვილს, რატომ ხარ დარწმუნებული? აი უკვე მესამედ უბრუნდები, ცი ვერ ამბობ თქვი. იმიტომ რომ მგონია რომ ბოლომდე არ დამიმთავრებია რა. გვაქვს დრო თუ რაც დავაგვიანე ის გამომიქვithე უკვე. არა, მე ვდარდობ შენ რომ ამაზე ახლა ცმუკავ. კი, იმიტომ რომ ვუთხარ მაყურებელს შენი წიკების შესახებ. მინდა ჩემს და შენს მსმენელს, აი ახლა ვინც გვადევნებს თვალყურს. დაარწმუნო. აი ვუთხრა ჩემი მოსაზრება. რას ეფუძნება ჩემი ოპტიმიზმი, რომელსაც შენ ხანდახან არ უყურებ თლად სერიოზულად. ხო, რა ვიცი. არა, ძალიან სერიოზულად უყურებ, მაგრამ ცოტა ღიზიანდები, იმიტომ რომ აი დღესვე რატომ არ ხდება მაშინ. აი დღეს საღამოს რატომ გინდა რომ ვიჩხუბოთ კიდე? აუ, მაგრამ ჩვენ სულ ჩხუბობთ ვიგან. რა კარგი. ხო, ჩვენ სულ ვკამათობთ. ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს. პრაქტიკულად ხანდახან ვჩხუბობთ. დებატებზე ხوار ვისაუბროთ, უნდა გამართულიყო თუ არა დებატები პროპაგანდისტულად. აი ეს არის ყველაზე, ანუ ახარ მინდა ეს თემა არა. მე უნდა გამართულიყო, ბოლოს ვახო დამეთანხმა, რომ უნდა გამართულიყო. აი ახლა მაგას რო ვაკეთებ და დეზინფორმაციას. საქმე ის არის, რომ მე კატეგორიულად არ ვეთანხმები. ამას ამბობ მაგ დებატების არ ამოჭრა. ჩემ ხელშია, ჰუსკა. ეს არ ამოჭრა. მართლა ეს არ ამომიჭრა. მინდა რომ მაგ დებატებს მე არ ვეთანხმები, არ შეიძლება მონაწილეობა და ეს ეთანხმება. ახლა პირიქით შემოატრია. ეს რო ამოჭრა. ანუ ვახო მეთანხმება და იმას ამოვჭრე და ანუ იმედი ამას არ აკეთებს. მერაბ მეტრეველი.
მერაბ გვიყურებს იმედია. მერაბ მეტრევას დაურეკა პოსტივი და უთხრა ორი. რაღაც ეგეთი არ გიპასუხებ. ტელეფონზე არ გიპასუხებ. ტელეფონით არ გიპასუხებთ. მოდით და ჩამწერეთო და გავიდა არ გიპასუხებთ. მეც გაგიკეთებ ამას შენ ახლა. მე მინდა მე ის ბრიტანული სანქციები შენზე არ გავცელდება, როგორ გონია? ერთხელ მე და შენ მახსოვს რომ ისე ვიჩხუბეთ, რომ დედა შენ მეუბნება და გეხვეწები არ გაუბრალდეო. ასეთი არის ესო ემოციური. ჟენო წაყვედი, დედა ჩემს ვერ ვარწმუნებდი, რომ ჩვენ ესე იგი ჩვენი მეგობრობა არ დამთავრებულა. შაბათის მარში არის ზეიმი, იქ სიხარულია. ვიცით რატომ ვიკრიბებით, რომ ყველაფერი ცუდად არის ქვეყანაში, მაგრამ ზეიმი გვაქვს. და რატო ვერ დაამარცხებ, იცი? მე მინდა ეხლა ვთქვა, მაშინ მეწერა სტატუსი, მაშინ როდესაც ეს ითქვა და ახლა კიდევ მინდა გავიმეორო. ესე იგი, წარმოდგენა არა გაქვს ქართველზე, მის ნაციონალურ ხასიათზე, როდესაც ასეთ რამეს იტყვი, რომ ქართველს, მის სახელმწიფოს ურჩევნია საცივი, ახალ წელს თავს ჩაყოფს საცივში და აღარ ამოყოფს. აი ეს თქვა ადამიანმა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა ქვეყანაზე ლაპარაკობს, ესე იგი, რა ხალხზე ლაპარაკობს და ამას ბიძინა ფიქრობდა უპირველეს ყოვლისა, ხო? რომ ქართველს ახალ წელს დაამარცხებ და ვერ დაამარცხებ, იცი რატო? იმიტომ რომ ქართველს რომ ეტყვი სახლში შედიო, გაგლახავ და შედიო, არ შევა. ეგეთია, ჯიუტია, მისი თვისება ეს. მაღიარე და თორე გაგიჭერა. არ გაღიარებ არასოდეს. და რა მოხდა ახალ წელს? საცივში ჩაყოფ თავს და აღარ ამოყოფო რო უთხრა. მე შენ გაჩვენებ ახლა რას ვიზამო და ზეიმიც მოაწყო და პროტესტიც მოაწყო. და საცივი თუ კი ვინმეს ჰქონდა, გამოიტანა რუსთაველზე და იქ გადაიხადა ახალი წელი ყველაზე ლამაზი თუ რამე მინახავს მე ცხოვრებაში და მათ შორის იყო თამუნა ყურაშვილი. მოიცა მაგაზე კეთყვი. რომლის გამოშემწვარი გოჭი მეჭირა კბილებით არ შემეძლო ეს ეთერში მე უნდა მეთქვა. ეთერში ვარ ვიკა და უნდა დავამთავრო ეთერი რომ მე რუსთაველზე გავიქცე. და რას ვხედავ? სამეგრელოდან ჩემი სიდედრის და სიმამრის გამოგზავნილი გოჭი თამუნა ყურაშვილმა შეცვა ცოლმა ჩემმან და ეთერში ვუხურებ რომ ეს დაუჭრია ეს გოჭი და ხალხს აწვდეს ესე მე არ ვნახე იქ მე და ბექა ყორშიამ გავანადგურეთ ის გოჭი მე ეს ეთერში ვნახე ჩემი სიდედრის და სიმამრის გამოგზავნილი გოჭი და ეს ისე გამიხარდა და ეგ არის ზუსტად ჩვენი თვისება რა უნდა გოჭს სახლში როდესაც შენი ხალხი დგას გარეთ და იქ აღნიშნავს პროტესტიც აქვს და ახალი წელიც აქვს და როგორ უნდა დამამარცხო შენ მე როდესაც ფიქრობ რომ მე საცივი მირჩევნია ძალიან მიყვარს საცივი მაგრამ არც ერთ ქართველს ვინც ახლა იბრძვის და ესე იგი საქართველოს გადარჩენისთვის ლოცულობს და იბრძვის იმ ქართველს როგორ შეიძლება ერჩივნოს საცივი უმაგრესი კერძი თავის ქვეყანას და სახელმწიფოს და შენ რო ამას ეუბნები და ივანიშვილის გზავნილია ხო ეს სინამდვილეში მას რატომ იძახდა რომ 20 იანვარს ყველაფერი დამთავრებული იქნება ახალ წელს ყველაფერი დამთავრებული რატომ ვერ გვამარცხებენ იმიტომ რომ ჩვენი თვისება არის თავგანწირვა ეს მთელი ჩვენი ისტორია ეს არის მთელი ჩვენი ისტორია ანუ მოწამეები ყავდა ხო შანთავდნენ რას არ აკეთებდნენ კიდევ დაამარცხეს ეხლა ზუსტად ეს მინდოდა მეთქვა რა ანუ კიდე ხო არ მადლობა რომ თქვი და არაფერი არ მოაჭრა ამას აი ამას გაჩნდა როგორ მოიქცევი კვირამდე ძალიან თუ გაბლატავდები და რაღაცებს შემეწინააღმდეგები ჩემს ხელთ არის უნიკალური მასალა ეს არ მომიჭრა ეს მინდოდა მეთქვა ჩემი ხალხისთვის 22 წლის წინ მე გავიცანი უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში უკიდურესად მორცხვი ბიჭი
ვახო სანაია, პირველი, რაც შენზე ჩვენ ვიცოდით, შენ იყავი გიორგის ძმა. გიორგი სანაიას ძმა და გიორგის ამბავი იყო სულ ერთი წლის მომხდარი ზაფხულში, ივლისში. ესე იგი, ერთი წლის თავზე რა სექტემბერში შენ უკვე მოხვედი უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და ისეთი დიდი ამბავი იყო, გიორგის ძმა იყო ჩვენთან ერთად, მაგრამ იყავი უკიდურესად გულჩათხრობილი. მე ასე მეჩვენებოდა. ის ვახო სანაია ხო, შენგან არ მომისმენია პირველად ეს ამბავი. არ ვიცი ხო, ალბათ ეგეთი შტაბეჭდილება რჩებოდა. და ეს იყო თუ არა, იმიტომ ზუსტად რომ შენ გიორგის ძმად აღიქმებოდი? შეიძლება ითქვას, რომ აი გაგიკვირდება და მე ზოგადად ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. რაღაცა თამუნას ხედავ იქიდან, რომელიც კვდება. მართლა არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი. რა? ისე მიყვარს შუმად რო ვარ. კარგი, ახლა ვახო, რას ლაპარაკ, რა ბევრი ლაპარაკი არ გიყვარს. ნახე ახლა გვიან რომ მივალ ხოლმე სახლში. და ვთქვათ რაღაცაა გასაკეთებელი, სულ რაღაცა არის, ვთქვათ იქ ხერხავ ხო რაღაცას ვაჭერ. არ მაგის უფლებას ვახო, არა, შენ გიყვარს ლაპარაკი და თან სულ შენ უნდა ლაპარაკობდე და თან ყველა შენს მოსაზრებაზე უნდა ვიყო. მე ვარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია 3-4 საათი უსმინოს ნებისმიერ ადამიანს. ისე რომ საერთოდ არ შეაწყვეტინოს. აი ახლა როდესაც სახლში ბრუნდები, თქვა გვიან, ხო? ვახო, კარგი, არ მინდა ახლა გადადის. ეს აუცილებლად უნდა ვთქვა. არა, იმიტომ რომ როდესაც სახლში ბრუნდები, მომისმინე, როდესაც სახლში ბრუნდები. თქვა არის 12 პირველია თუ რომელიც არ უნდა იყოს, ხო? იქ თქვა გავდივარ, თქვა ახლა რო არ გავაღვიძო ხალხი, თქვა ეზოში რაღაც დასახერხია, ხო? იქ კარი გაფუჭებულია, უნდა გააკეთო, ეს უნდა გააკეთო, ის უნდა გააკეთო, ხო? 100 მილიონი რა თერაპია. რა არის შენი თერაპია? არაფერს არ აკეთებ. და ვარ ხელსაქმით დაკავებული, ანუ ჩხირკედელაობ რაღაცას, ხო? რაღაც მისაჭედებელია, თქვა კაფელი არის დასაგები ქვემოთ იმაში. ანუ ამ დროს ეს არის ჩემი სივრცე, როდესაც მე არ მიწევს ლაპარაკი და უბრალოდ ვაკეთებ რაღაცა ჩემი საყვარელი ხელობა რაც არის. თქვათ არის ძურგლობა იქნება თუ რაღაცა იქნება, აი ამას რა ხდება? აუცილებლად ჩავსვამ აქ რა რეაქციებია შენს დურგლობასთან და შენს იმასთან დაკავშირებით, რომ შენ არ გიყვარს ლაპარაკი. მე მიყვარს ლაპარაკი. შეიძლება დღეები ისე გავიდეს, ხმა არ ამოვიღოთ უსახლში. არ არის ასე? აზე ლაპარაკობ. ვახო, შენ გიყვარს ძალიან ბევრი ლაპარაკი. მაგრამ მაშინ არ ლაპარაკობდი, ეხლა ნუ არა. დავუბრუნდები მაგას უბრალოდ ამას რატო ვთქვი ეხა ეს? აი გულიდან მინდა რომ ვიცოდე რამე ხელობა. აი მაგალითად აი დურგლობა ვახსენე, ხო? და ვინ შეგიშალა ხელი? ხო და დრო არა მაქვს რომ ვისწავლო. მაქვს მე ხელობა, რომელიც ახლა ჟურნალისტიკა ხელობაა. ჟურნალისტიკა ხელობაც არის, თლათ მხოლოდ ხელობა არ არის, მაგრამ ხელობაც არის. ხო და არ ვეთანხმები იმას, რომ მარტო ხელობაა, მაგრამ ცოტა უფრო აზროვნება სხვა კომპონენტებიც არ არის ხელობა, მაგრამ თვითონ კეთება ჟურნალისტიკის. დურგლობა იქნება ეს თუ სხვა რამე, აზროვნება უნდა. კი ბატონო, მასა ჭირდება, რა ხელობაა. ჟურნალისტიკა არის ხელობა, მაგრამ თან ახლავს კიდე სხვა რაღაც იმას რა ქვია, შექების ამბავში კი არ ვამბობ ჩვენი პროფესიის, მაგრამ ახლავს კიდევ რაღაცები, ახლა ამას არ განვავცობ, რაც ჭირდება ამ ხელობას. ისევე როგორც ნებისმიერ ხელობას ჭირდება. კარგი დურგალი ხელოსანიც არის, მაგრამ შემოქმედიც არის ვიკა. ყველაფერს, ყველა ხელობა შემოქმედებითია. და შენ ჩუმად რო იყავი იმასთან რა კავშირი აქვს? ხო და გეტყვი რა კავშირი აქვს ამას. ძალიან, აი გულით მინდა რამე ხელა მაქვს ასეთი ხელობა, რომელიც მოითხოვს ჩუმად ყოფნას და რუტინას. რა? მაგალითად, ესე იგი, აი დურგლობა ეს არ ვიცი და ისე მინდა ვისწავლო და დრო არ მაქვს. ანუ არ მეუბნე. მაგ გეტყვი. საათის ხელოსანი ვარ. რაღაცინებს.
Რაღაცინებ, ხალხო. აი რა ვთქვი ახლა სასაცილო. ან ხო იცი რომ ვარ? ის გააკეთე ბოლოს საათი. საათი როდის ერთ წამს შეგიძლია მომისმინო? შენ პირველად გაიგე რომ ეს საათის ხელოსანი ვარ? ბავშვობაში გასწავლეს რაღაცა, რომ თუ ვერ ისწავლიდიან რაღაცა, რომ საათის ხელობით ეს სისულელე არ ჩანს ვარა. მართლა. ხო, რას ნიშნავს? კაი, მოეც. გეტყვი. საათის ხელოსანი ვარ ბავშვობაში. ჩვენ გვერდზე სამტრედიაში. ანუ გეხერხება ალბათ ხელოსანი ცოტა ხმამაღალი მომისმინე, კაცო, შეგირდი ვიყავი. რაღაცინებს. მომისმინე. კურსი გავიარე, არა ისა სემინარი კიდე. ჩემმა მშობლებმა მიმაბარეს, მე ვიყავი, ან სულ ან ფეხბურთს თამაშობდი, ან ბავშვები რაღაცებს ვიპარავდით ხილს და რაღაცებს, ან ვჩხუბობდით და ან ჯარც ვაგროვებდით და რაც იყო ეს 90-იანი წლების რა. ბოთლები არ ჩაგიბარებია? რა არ ჩამიბარებია ბოთლები? ჩვეულებრივ ნომერ პირველი ბოთლების ჩამბარებელი ვიყავი საბურთალოს. ჯართვის შეგროვება და ისა და ესა ფეხბურთის თამაში ფეხში შველი. აი ეს იყო სულ და ნუ წიგნების კითხვა რა თქმა უნდა. ეს იყო ჩემი ბავშვობა და ჩემმა მშობლებმა მიმაბარეს ბელარუსელი კაცი ცხოვრობდა ჩვენ გვერდზე. ეს კაცი ეტლში იჯდა ვერ დადიოდა, მაგრამ ძალიან კარგი მესაათე იყო. და მიმაბარეს მას. ეს ხდება სამტრედიაში როცა ვიყავით მაშინ. აჰა. და ისე მაგრად მასწავლა საათის გაკეთება მქონდა, ჩემი ინსტრუმენტები მქონდა მე მაჩუკა. ჰა? რა? არ ვიცი ახლა სად არის ინსტრუმენტები, რა ვიცი. ახლა მე ჭირდება მაგალითად 3-4 დღე რომ დავჯდე და აი ეს ყველაფერი, აი იქ არის ხელის ტექნიკა, ძალიან ის არის ხელით მუშაობა, ძალიან რთულია და ინსტრუმენტებთან ურთე ეს სულ გავარჯიშებული უნდა გქონდეს ხელი. ახლა მე რომ მქონდეს დრო და საშუალება, ამას აღვადგენდი, სამწუხაროდ არ მაქვს დრო და საშუალება. და რატო ყვევიო ახლა? მივალ იქამდე რა შეკითხვაც დამისვა. პირიქით ძალიან ჩვენი გადაცემა არის ეს ეხლა ძლივს მივედით. ხო, ძალიან კარგი. ის არა მომიჭრა. ხო და ის არა მომიჭრა. არა ხო და მოგიჭრა. რა მინდოდა მეთქვა რა? და ვიცი, ანუ ის კი არა ვარ მოყვარული. ანუ ხელოსანი ვარ საათის. და ეს შეუძლიათ ადამიანებს, რომელთაც არ უყვართ ბევრი ლაპარაკი. როდესაც აღარ გაჩერდები, აუ ის რაც საათს მოგაჩერჩებთ და ცოტა ხანი დავტკბებით ცხოვრებით. როგორც მივხვდი, შენ არ გიყვარს ლაპარაკი, უბრალოდ გიწევს. ეხლა ეს ყველაფერი უწევს ძვირფას მაყურებლებო. სინამდვილეში არის უტყვი, ჩუმი და უთქმელი ადამიანი. ხო და ასეთი მაშინ არ გიწევთ ეთყობა ლაპარაკი და მაინც მინდა რომ დაუბრუნდეთ გიორგის ამბავს და შენ იყავი გიორგის ძმა და ანუ საერთოდ გიორგის რა როლი ჰქონდა შენს ცხოვრებაში? უზარმაზარი. საერთოდ უფროს ძმას ძალიან დიდი როლი აქვს. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მამა უფროსი ძმა ხდება ადამიანისთვის მისაბაძი მაგალითი. მისთვის ყველაზე ძლიერი შეიძლება იყოს მამა, უფროსი ძმა. ეს ასე ხდება ხშირად. გოგოებისთვისაც უფროსი და არის ხოლმე ხშირად მისაბაძი. როლი ჰქონდა ცხოვრებაში ძალიან დიდი, იმიტომ რომ უჭკვიანესი იყო, უნიჭიერესი იყო. აი ძალიან კეთილი ადამიანი, ძალიან პატიოსანი ადამიანი და ყოველთვის იყო ჩემთვის მაგალითი. მაგრამ როლი ჰქონდა თავისი სიკვდილითაც უზარმაზარი, ჩემთვის იყო ძალიან ძლიერი დარტყმა. რამდენი წლის იყავი? 15 წლის ვიყავი და იყო ძალიან ძლიერი და 16-ის უკვე ვიყავი.
16 შემისრულდა და მალევე მოხდა ეს ამბავი და იყო უძლიერესი დარტყმა. რამაც ყველაფერზე იმოქმედა ჩემს ცხოვრებაში. ეხლაც შენ აქვს რასაც ამას შედეგები შენი აზრით? აქვს რა თქმა უნდა, აქვს ახლაც. და შენ რასაც მეკითხებოდი, აი მე მაგალითად ამ ამბის შემდეგ თუ რამეს მკითხავდნენ ზოგადად რაღაცას ვუპასუხებდი, მაგრამ ისე ლაპარაკის სურვილი არ მქონდა. და ჩემი ხასიათიც არის, ახლა კი არ გჯერათ, მაგრამ არ მიყვარს ზოგადად აი ასე გიორგიზე ლაპარაკი არ გიყვარს? არა, ზოგადად ვამბობ, არ მიყვარს ლაპარაკი კი არა, ანუ ზოგადად ლაპარაკი არ მიყვარს კი არა, როგორ გითხრა? კომფორტულად შემიძლია ვიგრძნო თავი, როგორც ლაპარაკის დროს, აი ახლა, ისევე თუ კი არ ვილაპარაკებ. არიან ადამიანები, რომლებიც სულ ლაპარაკობენ. მე შემიძლია სულ ვილაპარაკო და კომფორტულად ვიგრძნო თავი, მაგრამ ასევე შემიძლია საერთოდ არ ვილაპარაკო. ეგ არის პასუხი იმაზე. ეგ მჯერა. ხო. აი ეგ არის ეს ვახულა უფრო. ხო, ეს. მაგრამ იცი რა მაინტერესებს? ხო, რა შეეხება გიორგის ამბავს იმოქმედა ძალიან, აი არ ვიცი როგორ აღწერო, დღემდეც მომყვება ალბათ არ ვიცი ეს რაღაცა ტრავმა დავარქვა თუ რა დავარქვა. გადაუხარშავია. ეგ არის აბსოლუტურად გადაუხარშავი რაღაცა. მაგრამ თუ კი ადამიანი ახლობლის ოჯახის წევრის სიკვდილს როგორც ასეთი არ იღებს საერთოდ, ეს დამანგრეველია ზოგადად ნებისმიერი ადამიანისთვის. და აქ კიდევ დამატებითი ფაქტორია უსამართლობის, ანუ ეს არ არის გარდაცვალება, ხო? ეს არის მკვლელობა. იმიტომ სანამ ბოლომდე ყველა პასუხს არ აგებს ამაზე, შენ ეს არ გასვენებს. შეუძლებელია შენ ეს ამას ვერ გადახარშავ. მაგრამ ის რომ აღიარებ რომ ადამიანი არ არის და არც დაბრუნდება, ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ეს დაგანგრევს. ზოგიერთი ადამიანი საერთოდ არ იღებს იმას, რომ ვერასოდეს ნახავს ამ ცხოვრებაში მის ოჯახის წევრს. აქ აი ძალიან რთულ თემას ვეხებით ზოგადად რაღაც მინდა რომ რაღაც ზღვარზე გავდივარ ახლა რა ასრსაც ვამბობ რა. ნუ ვერასოდეს ვერ შეეგუები, აი რატომ არის რომ რაღაცნაირად ადამიანი შინაგანად დაისვენებს, როდესაც ვისაც ოჯახის წევრი ყავს ისეთი, ვინც მოუკლეს, როდესაც საბოლოოდ დაისჯება ყველა, ვინც ეს ჩაიდინა, მაშინ ადამიანი რაღაცნაირად აი საკუთარ თავთან იტყვის, რომ მე ყველაფერი გავაკეთე ამისთვის. და ვიდრე ეს არ არის დახურული, შენ შეუძლებელია აი ვიდრე არ არის ის ხალხი დასჯილი. შენ შეუძლებელია თქვა რომ მე დავისვენე ახლა ამ ნაწილში. გამორიცხული. ასე რომ ორმაგი რაღაცა არის. თავისთავად შენი ოჯახის წევრი, როგორც ადამიანი, რომელიც მოკლეს და საქმე, რომელიც არ არის გახსნილი, ხო? არ არის დასჯილი, ანუ ხალხი. ეს ორმაგი დარტყმაა. მეორე როგორ გითხრა, ხო, აი შენ მაგასაკში, როდესაც დიდი პასუხისგებლობა გეცემა თავზე. მე საერთოდ არ ვიცი დღეს რა პროფესიის ვიქნებოდი. წარმოდგენა არ მაქვს. არც გიფიქრია გიორგის პროფესიას გავყვებოდი. რაღაც მომიჯნავე ჰუმანიტარულ პროფესიებზე როგორ არ მიფიქრია, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული რომ ამ პროფესიას ავირჩევდი. მაგრამ ამავდროულად შეიძლება და ზიზღი გამოეწვია ამ პროფესიას. მაგალითად ჩემ მშობლებში იწვევდა და დედაჩემში, ახლა მამაჩემი გარდაცვლილია, დედაჩემში მუდმივად არის ეს შიში. მაგრამ ის არ ბრაზდება ამ ქვეყანაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ის არ ბრაზდება ამ პროფესიაზე.
იმიტომ რომ აი ჩემგან და არ განსხვავებით ბრაზდება სამყაროზე არა, და რა თქმა აქვე უნდა. მინდა მას ყველაზე კეთილი უდიდესი ადამიანია ვინც მოკითხვა მინახავს. ვუთხრა არაჩვეულებრივ ადამიანს, არაჩვეულებრივ ქალს, რომელიც ბოლოს ვნახე შენთან სამზარეულოში ჩვენ რო გვაშველებდა ამ ხელა ტრაგედიის შემდეგ, როდესაც შენ ხარ ესეთი კეთილის მყოფელი, მშვიდობის მოყვარე და არ ბრაზდები თუნდაც სამყაროზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიკა. ძალიან ადვილია ეგ მოხდეს. ძალიან. როდესაც შენ მაგალითად 15-16 წლის ასაკში აწყდები წარმოუდგენელ უსამართლობას, ეს ხომ არ არის მარტო მკვლელობა და ეს აი რა პერიოდია ზოგადად ასევე ქვეყანაში 2001 წელი შევარდნაძის პერიოდი, საშინელი პერიოდი, როდესაც ჩვენ ასევე გავლილი გვაქვს უზარმაზარი უბედურებები, ხო, აი აფხაზეთიდან ამდენი დევნილი ხალხი, სახლის დაკარგვა, კარის დაკარგვა, გაჭირვება, უბედურება აი ამ შევარდნაძის საშინელ პერიოდში. აი ამ 2000 და 2001 წელი და უკვე ეგ დაგვატყდა თავს კონკრეტულად ჩვენს ოჯახს, ხო? ეს ისეთი წყალებში თაიგულია უბედურებების, რომელმაც შეიძლება ხო გაგაბოროტოს, თქვა რომ ეს სამყარო არის უსამართლო, რომ ეს სამყარო არის ბოროტი და მე ამ ბოროტებას ვუპასუხებ ახლა ბოროტებით. არა და ყველაზე კეთილშობილი ბიჭი მიზის წინ აქვე უნდა ვუთხრათ ჩემს მაყურებელს, აი ხო ხედავ, სულ კი არ დიდი მადლობა ასეთ რაღაცებზე სულ უხერხულად გძნობ თავს, მაგრამ ამიტომ არა უშავს მე ვიტყვი, მაინც ამოვჭრი ამას და არ გავა. და ახლოს იყავით შენ და გიორგი, მეგობრობდით? კი, ახლოს ვიყავით. რამ ასაკში სხვაობა რა იყო? 10 წლიანი სხვაობა. იმიტომ რომ საკმაოდ დიდიანი შეიძლება რომ არის მეგობროს. დიდი სხვაობა. ჩვენ საერთოდ ოჯახში აი ისეთი თბილი და ახლო ურთიერთობა გქონდა ერთმანეთთან. რაღაცნაირად აი ერთი სისხლი და ხორცი რომ ხარ ერთად, აი პატარა ხარ, მაგრამ აი უფროსი ძმა შენთვის არის, აი ყველაფერი. იყო შენთვის რაღაც იდეალი. კი, და არა მარტო ჩემთვის სხვათა შორის რა. ანუ აი იშვიათი თვისებები ჩემ გული იყო. გახსენდება ხოლმე რაღაცა დიალოგი, რაღაცა ეპიზოდი, რაღაცა ისტორია, რომელიც აი სულ გაქვს თავში. ჩვენს ურთიერთობაში არ იყო ჭკუის დარიგება მაგალითად. არ ჩხუბობდით? ჩემი შუათანაძმა და გიორგი უფრო, იმიტომ რომ ისინი ასაკით უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან და მე მესამე შვილი ვარ, ყველაფრის უფლება რომ აქვთ, მშობლები ყველაზე ნაკლებად რომ ეჩხუბებიან. აი ეგეთი ვიყავი მე. შემეძლო არ მესწავლა ყველაფერი. თავისუფლება მქონდა, აი ჩემი ძმები სწავლობდნენ, ანუ ყველაფერში ფრიადი ჰქონდათ. რა მახსოვს იცი? გულრიფში 92 წელია. 92-93. გიორგი მუშაობდა 7 დღეში თბილისში და ჩამოდიოდა ხოლმე, როდესაც თავისუფალი დრო ჰქონდა ჩვენთან გულრიფში. მე მახსოვს, არასდროს ეგ არ დამავიწყდება, მახსოვს არძიმბას გამოსვლა იყო ტელევიზორში. ბებია ჩემი არძიმბას რო დაინახავდა, აი ფუიაშ მაქსო ეცახდა? უარესებს კიდე. და იმასე ელცინს რო დაინახავდა კიდე იმას. და რა მახსოვს იცი, აი ქონია ეგ რო კადრი არის, რომელიც არასოდეს არ დაგავიწყდება და ყოველ ჯერზე ერთნაირად მეორდება, როდესაც ფიქრები წაგიღებს. ჩვენი ტელევიზორის ანტენას ჰქონდა პრობლემა. და მახსოვს, რომ ეს აი გაწყვეტილი, რო გაწყდება, ხო იცი, აი 90-იან წლების ანტენა არის როგორია, რო გაწყდება და და მახსოვს, რომ თვითონ უნდა ეყურებინა ამ არძიმბას გამოსვლისთვის გიორგის. და მე დამახენა მუაჯირზე და მეჭირა ხელში ეს ორი რაღაცა და აი ესე მეჭირა რომ ეს ანტენა აი
ესე იგი არ სიგნალი გაწყვეტილიყო. მისული იყო იქ და აი ესე მეჭირა ეს ანტენა და ხელი რომ მიკანკალებდა ქვემოდან მიყვიროდა რომ გაესწორებინა და აი ეგ სურათი მახსოვს არძიმბას გამოსვლას როგორ უსმენდა და მე ეს მეჭირა ხელში და რაღაცნაირად აი ისტორიული კონტექსტი აქვს მიხვდი? ანუ ჩემთვის ეს არის ერთდროულად ძვირფასი მოგონებაც, რომელსაც ძალიან ცუდი რამ ახლავს. ეს ეპიზოდი ასოცირდება ჩემთან, გიორგისთან, ჩემს თავთან ერთდროულად, ბებია-ჩემთან, ომთან. მიხვდი, აი რაღაცა რაც ომს თან ახლავს, აი მაგალითად მე მახსოვს, როდესაც იბომბებოდა ორივე მხრიდან. ჩვენ თავიდან რაღაც უცნაური შეგრძნება გაქვს ხო? არასდროს ეს არ მოგისმენია შენს ცხოვრებაში. რაღაც ბომბები წვივა ისა ეს. მე იცი როგორ ვიყავით, აი. თავიდან ხალხი ჩადიოდა სარდაფში ან პირველ სართულზე რომ ზემოდან რო დაეცეს აქამდე ვერ ჩამო, რაღაც ეგეთი მოსაზრებები ისმის ხოლმე ეგეთ დროს. და მე საერთოდ არ გაქვს შეგრძნება. ანუ შეგუებული ხარ და გიჩნდება ძალიან სახიფათო შეგრძნება, რომელსაც ქვია ალბათ გაუფრთხილებლობა, ვითომ არ გეშინია და მართლა იმ მომენტში გზნობ, რომ არ გეშინია. და ამ შეგრძნებას ქვია, რომ მე არ მოვკვდები. სულ მაგ შეგრძნებით ხარ, რომ მე არ მომხვდება ახლა ეს ბომბი, მე არ მომხვდება ტყვია. სხვათა შორის გადაღებების დროს კონფლიქტურ ზონაში. ამიტომ გინდა თომი. თქვენ. რომ მე არ მომხვდება და რა ვიკას მოხვდება? ამიტომ კონფლიქტურ ზონაში. მართლები ყოფილან ხალხო ისინი. ქოცები. ანუ ეს რო გაქვს გამოვლილი, მე გაცნობიერებული და ვინმე ირაკლი კობახიძე რო გეუბნება რომ შენ გინდა ომი. საშინელება. ეს რომ გამოიარე. აი რა გამოიარე? მაგალითად რომ გაიგებ ყოველ დილას ან საღამოს რომ ვიღაც მოკვდა, მოკლეს. შენი ახლობელი. ხო, ახლობელი, მეზობელი. ის დაიღუპა, ეს დაიღუპა. ვიღაცის ამბავი მოვა, რომ იმის შვილი, იმის ქმარი. ის დაიღუპა. ის აფეთქდა სადღაც. რომ შემთხვევით გაიგებ, რომ შენი ძმა თურმე ომშია. როცა მშობლებს გონიათ რომ თბილისშია 17 წლის გიორგი 17 წლის გიორგი თბილისშია ჟურნალისტია და გაზეთში მუშაობს და იმ გაზეთიდან წამოსულია და ომშია აქ ამას გაიგებენ შენი მშობლები სროლა როდესაც სახლს ხვდება ტყვიები როდესაც შენ აგროვებ ტყვიებს და თელი პარკი ტყვიები გაქვს, როდესაც ჯარისკაცებს ხილს რომ გაუტან, ტანკით რომ ჩამოივლიან ქუჩაზე და ისინი ტყვიებს გაჩუქებენ. ხო და რასაც ახლა აღვწერ, ზუსტად ის არის რის წინაშე ტოვებს ბიძინა ივანიშვილი. აი ეს რისკები ასმაგდება. თუ კი შენ არავინ არ ყავს, ვინც შენს უსაფრთხოებას დაეხმარება. სახლი გახსოვს კარგად შენი? რამდენი წლის 8 წლის ვიყავი და მახსოვს კარგად სახლი და ჩემი სახლის ვიდეოც მაქვს Facebook-ზე. შენი ოთახი? ჩემი ოთახი. ვინ ცხოვრობს შენ სახლში? ბევრი ვიღაც ცხოვრობდა სუიცვლი და ბრჭყალებში პატრონს და ეხაც ვიღაც ცხოვრობს. ყველაფერი მახსოვს. ყველა ოთახი მახსოვს, აბსოლუტურად ყველაფერი მახსოვს. ჩვენი სახლის, ჩვენი ბიბლიოთეკა მახსოვს, საიდანაც მე როდესაც ესე იგი მივიდნენ იქ რუსები და ეს სეპარატისტები მეზობელი გვიყვებოდა რომ ანუ რა გქონდათ ამდენი წიგნიო რომ დაუსრულებლად იწვოდაო ეზოშიო ანუ რუსული წიგნები გადაარჩიეს და ქართული წიგნები დაწვეს და არ დამთავრდაო ან მამაჩემი სახლში არ დაბრუნდებოდა არასოდეს რომ წიგნები არ ეყიდა და არ მოსულიყო ჩემი სახლიდან საერთოდ რამე წამოიღეთ სახლიდან ძალიან სასაცილო რა არის იცი რომ ჩვენ ყველას
ჩვენს ოჯახზე არ ვამბობ. უამრავ ყველა ამას გეტყვის ალბათ, რომ საერთოდ არ ქონდათ განცდა, რომ ჩვენ რაღაც ძალიან დიდი ხნით მივდიოდით. ძალიან მცირე ხნით მივდიოდით, ეს განცდა ქონდა. დედაჩემმა რაღაც ახალი ჭიქები აჩუქეს ბროლის. რაც ესეთ ყუთში, ქაღალდის ყუთში ეწყო მახსოვს და ლამაზი იყო. და ეს ბროლის ჭიქები აიღო დედაჩემმა და კიბის ქვეშ დამალა. რომ რაღაცა არ მოუვიდესო რა ხა ამას, ანუ განცდა რა იყო, რომ ძალიან მალე დაბრუნდება და გამოიღებს. ამას გამოიღებს და ისევ თავის ადგილას დადებს და ბებია ჩემი გემით წამოვედით მე და ბებია ჩემი და ჩემი შუათანა ძმა ჩვენთან ერთად იყო. ბებია ჩემი დარდობდა მთელი ცხოვრება მომდევნო წელი, ნუ მთელი ცხოვრება მომდევნო 5 წელი იცოცხლა კიდე. სულ დარდობდა, რომ ქიცა დაკარგა გემზე. ქიცა. ეს ქიცა არის მოსასხამი. მეგრელები მიხვდებიან ქიცა რა არის. მიან თბილი მოსასხამი, ასეთი რომ ეს დაკარგა. თავშალი ალბათ. გემზე, რომელიც იყო სამიზნე და რომელიც შეიძლება ჩაძირულიყო და ზედ უამრავი ადამიანი იყო და რომლითაც ფოთში ჩამოვედით. და ქიცას მისტიროდა. ქიცას მისტიროდა, კიდე იცი რას ძალიან მეგრული ამბავია. ნამდვილი მეგრელი ქალია. იმერელი იყო, მაგრამ მეგრელი. ხო. აფხაზეთში გათხოვილი, მაგრამ მეგრელი. ეგ სუბკულტურა პრინციპში იმერეთში ეგრეა და მეგრე, სამეგრელოში თავსაფრიანი დედაკაცის. ეს ქიცა და მეორე რასაც მისტიროდა, იცი რა იყო. ოღონდ უკვე ეს უფრო ხშირად ხდებოდა. ნუ ქიცა შეიძლება ზამთარში ინატრო, ან რო შეგწივდება, რაც მოიხურო. რამდენჯერაც წყალს დალებდა. თქვი. რამდენჯერაც წყალს დალებდა. ჩოტიკ-პორტიკი იტყოდა ესე. ჭიქაში ცოტა რო რჩება და არა, ისჯობდა კი არა. ხო, ის ჯაჭვი წამოგვეღო, ეს გრძელი ჯაჭვი იყო, რომლითაც წყალი ჭიდან ღრმაჭა ქონდა და იქიდან ამოიღა. აქ თუ დალებდა ვინმე ჭიდან ამოღებულ წყალს, ჩორტიკ-პორტიკი იტყოდა. თუ მეცე როგორ არის? ჩორტიკ-პოტიკი. პოტიკი, აი ესე იტყოდა ხოლმე, ანუ ეს წყალი, ამათი წყალი არ ვარ გაოდა. ესე იგი გამოდის, რომ ხო, დედაჩემის რეაქცია რა იყო ამაზე? ნუ რაც ვიშრომეო მთელი ცხოვრება ყველაფერი იქ დავტოვეო და შენ ქიცას და ჯაჭვს რომ მისტერიო. რატო ყვები ახლა ამ ისტორიას? ყველას ჰქონდა განცდა, რომ ძალიან მალე დაუბრუნდები და ჩემში ეს განცდა არ დაკარგულა და დღემდე მაქვს მე ეს განცდა კი არა, აი დარწმუნებული ვარ, რომ ეს აუცილებლად მოხდება. ვახო და მერე იყო ჩვენ სახლებში. და მერე იყო ის რაც მაინდშინდელ საქართველოში, რა ვიცი, თითქმის ყველამ გამოვიარეთ. ეს შენ შემთხვევაში იყო გაჭირვება, სიხატაკე, სიცივე, უიმედობა, აბსოლუტური ყველაფერი იყო დახეული ფეხსაცმლით დაწყებული, უჩანთობით გაგრძელებული, მაგრამ ბედნიერი ბავშვობა, რანაირად აღმოაჩნდა ხო ჩვენს ხალხს, ვინც იქიდან გამოდევნეს. თვითგადარჩენის ინსტინქტმა და შრომის მოყვარეობამ ის რომ ბავშვი მშიერი არ მოგიკვდეს, წარმოუდგენელმა ძალისხმევამ შეაძლებინათ ფეხზე დამდგარიყვნენ. ანუ ახალ წელს საჭმელი არ არის, ჩუქი არ არის, ან მოვა და წავა, სახლი არა გაქვს, კარი არა გაქვს, არაფერი არა გაქვს. ვიღაცამ ხელი გაგიმართა, თავის სახლში შეგიშვა კითხრა, ასეთი კეთილი ადამიანები. იცი რა, რო არ ბოროტდები ადამიანი. ეს არის შენი თვისებებიც, შენი მშობლების დამსახურებაც, მაგრამ ამაში გეხმარება ის ხალხი, რომელიც სიკეთეს გიკეთებს. ანუ შენ ფიქრობ, რომ ყველა ბოროტი კი არ არის. ნუ ადამიანი, რომელიც საერთოდ არ გიცნობს და გეუბნება, მოდი და ჩემს სახლში იცხოვრე, ის ცხოვრებაში იყო ასეთი ადამიანი. მე მახსოვს, გარდაიცვალა სულ ახლახანს. გარდაიცვალა. მომიყევი. ქალბატონი მზია გეგეშიძე. და
ეს სრულიად უცნობი ადამიანების ასე იყო. მასპინძელი იყო. მასპინძელსაც ვეღარ დავარქვევთ, არა, ოჯახის რა წევრი. მასპინძელი, ანუ ამ ოჯახმა საოცრება გააკეთა. საოცრება მაგრამ ამათ. სხვებიც იყვნენ, ვიკა. ვინც ხელს გვიმართავდა, ანუ სხვა ბინაშიც ცხოვრობდით. და მე ამ სახლში ვიცხოვრეთ ყველაზე დიდხანს, მანამდე დროებით კიდევ სხვაგან ვიყავით და ანუ დაგვითმო სახლი. ამ ოჯახმა, გეგეშიძეების ოჯახი იყო. არაჩვეულებრივი მამა ყავდათ, ბაბუა, ალეკო. ბატონი ალეკო, რომელიც იყო ექიმი და რომელიც მასწავლიდა ისტორიას მიყვებოდა ამბებს, რომელიც გიჟდებოდა დედაჩემის გაწყობილ სუფრაზე და ასე ერთად დავსხდებოდით ხოლმე, როდესაც ჩამოდიოდა ზაფხულში ჩვენთან და გიჟდებოდით მაგ ოჯახზე და ეგენიც ჩვენზე. 4 შვილის მამა ხარ შენ. ხო. 3 გოგო და 1 ბიჭი ყავს. სანი რა გინდა ისე რომ გამოვიდეს? ახლა საკითხი უფრო პირი დგას. სანის რა უნდა რომ გამოვიდეს, იმიტომ რომ სანი ხო, მაგრამ შენი ნება რო იყოს? სამყაროს ჩვენს გარშემო. შენი ნება რო იყოს? აი დიქტატორი მამა ხარ, ავტოკრატი და ეს რასაც სიტყვი ისე იქნება. მე ვფიქრობდი, რომ ანუ სანის თუ ეყარებოდა ფეხბურთი, გამოსულიყო ფეხბურთელი. მაგრამ სანის რომელსაც თავიდან აინტერესებდა ფეხბურთი, ახლა სულ ფეხზე კიდე ფეხბურთი და აინტერესებს სანი ალბათ ან მეცნიერი, არ ვიცი რა გამოვა. ძალიან კარგი იქნება თუ გამოვა მეცნიერი. საინტერესო იქნება ჩემთვისაც და მისთვისაც. საერთოდ იცი როგორ ვუყურებ. კარგი არის, როდესაც რაღაც ახალ-ახალი პროფესია შემოდის ოჯახში. და ჩვენ ვართ, ნუ რაღაცა დინასტიასავით შეიქმნა უკვე ჟურნალისტიკის მიმართულებით. ასაკში რომ შევალ, თვითონ რომ კვირაში თითო კოლოფი სიგარეტი მიყიდოს, მე მეტი არაფერი არ მინდა ცხოვრებაში. 7-ვე დღე შეივსება და მე საუბრობ ხოლმე, მეტი არაფერი არ მომინდება ასაკში, გადასარევად ვიქნები. ანუ მოიცადა ეხლა ეს ამდენი ბავშვები, იმიტომ დააჩინე რომ შენი სიგარეტები იყიდოს, შენ რო დაბერდები? ჩემთვის ფული აბსოლუტურად სულ ერთია. იმიტომ რომ მე ვიცი როგორ უნდა იცხოვრო უფულოდ. გამივლია ეს. ასე ცხოვრობ. გამივლია ეს. ანუ სისულელეა ჩემთვის ფული. ნუ გეტყვიან ხოლმე რომ ნუ ხო გჭირდება ადამიანს რო იარსებო და კი კაცო განაუარყოფ მაგას რომ გჭირდება, მაგრამ არა მაქვს და რო არა მაქვს კიდია. მე ჩემთვის ჩასაცმელს აი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ. ჩვენივრად გამოეწყობი ხოლმე. მე არა. ვინ ზრუნავს შენს ჩაცმულობაზე? ის. თამუნა? კი. რომ ყოველთვის როდესაც ვხედავ ამ კადრს, რომ ვინმე სართმევს სიგარეტს, ვახოსანაია ხარ. და მე ვიკაბუკია ხარ? ასე მეუბნებია. იცი ჩემი Facebook-ის ისტორიაში ყველაზე მეტი კომენტარი რომელ სტატუსს ჰქონდა? რომელს? ვისთვისაც სიგარეტი გამომირთმევია, შემომეხმიანეთ. ან რო გამოვართმევ ხოლმე და აუ ეს დავიკაბუკია. და გძინავს. გძინავს. ეს ჩემი შეკითხვა არის, გძინავს. და შენ რო დაგიჭირეს, ასევე ყველაზე პოპულარული სტატუსი იყო, ბევრი ლაიქით. პირველი რაც დავწერე, ყველა წერდა რომ თავისუფლება ვახოს ანაიას და ვახოს ანაია უდანაშაულოა და რაღაცები და მე უბრალოდ დავწერე. გძინავთ. და ნუ ყველა მიხვდა რომ შენ გეწყნებოდა და შენ თუ გძინავს საერთოდ ვახა? მე მძინავ, ანუ ღამე არა. დღისით? სადღაც ასე 7 საათისკენ წამიღებს ძილი. მე სადღაც ასე 9-სკენ 8-სკენ სანი შემოდის გამოწკეპი სკოლაში მიდის და უნდა გამოგვეშვიდოს. ისე გაწვდის ინფორმაციას რომ სკოლაში მიდის, რომ ეს არის ყველაფერი ამ წუთას სამყაროში და ჩვენც ვაუ, მიდიხარ უკვე სანი, ეგრე უნდა უთხრა და ვაუ, რა მაგარია და რაღაც და მე აი მე რო გამაშვიდისკენ რო წამიღებს ძილი და 9-სკენ სანი გამაღვიძებს, მე ალბათ ერთი
2 საათი კიდე მოვახერხებ ძილს და ეგ არის. და მაგრამ ყველაზე კარგი არის ვიკა ანუ სიგარეტს რო ვართ, ანუ ორი რაღაცით გამოვირჩევი და შემიძლია რჩევა მოგცე მეორე. მედი. შუა დღეს თუ 9 საათით მაინც დაიძინებს სამსახურში ძალიან მაგარი არის და ძალებს გმატებს რა. შენი და თამუნას სიყვარულის ისტორია მომიყევი. Complicated. ახლა რაღაცა შარებში გამხვევს. აუ გინდა გითხრა მაგარი რაღაც. მედი. აი ჩემს პირად ცხოვრებაზე რომ რაღაც მომიწია ინტერვიუს მიცემა. რაღაცა სტატია არის. რომელსაც დებენ ხოლმე 2 კვირაში ერთხელ და თვეში ერთხელ მაინც რაღაც ის არის რა. ძველი ინტერვიუა კაცო, რამდენიმე წლის წინანდელი. ხო. და რატომღაც ისე ხდება ხოლმე რომ კვირაში 2ჯერ ან თვეში ერთხელ დადებენ აი ამ რაღაც სააგენტოებზე და შეუსევენ ტროლბოტობას და ეხლა რა გინდა კიდე რაღაცა ისეთი მომაყოლო კაი, კარგი, მაშინ მითხარი თამუნა რატომ გიყვარს? აი რა გიყვარს თამუნაში? ახსნა იმის რატომ მიყვარს ძალიან რთულია ამას ვერ ხსნი ხოლმე ადამიანი რატო შეიძლება გიყვარდეს ძალიან რთული ასახსნელია მაგრამ რა გიყვარს თამუნაში და რატო არის ყველაზე მაგარი მსოფლიოში ეს შემიძლია ავხსნა. მიდი, აი გმინდა. თამუნა მეუნება რომ მე რო არ ვიყო არ ვიტყვე ხა იმ სიტყვებს წარმოდგენა არ მინდა რა მდგომარეობაში იქნებოდიო და ძნელი არ დაეთანხმო. ეს შეეძლო თუ არა ვინმე ადამიანს სამყაროში და შეუძლია თუ არა არ მგონია რომ შეუძლია ვინმეს ისე ზრუნავს ჩემზე. ანუ ამიტომ კი არ მიყვარს. ანუ მიყვარს, მაგრამ ეს არის ის რაც კიდევ მასში მიყვარს ასე ვთქვათ თვისებები ზრუნველი არის ძალიან და სხვათა შორის ზრუნველი მეგობარია კი მხარს გიჭერს ნებისმიერ სირთულეში შენ გვერდით არის და უძლებს ძალიან დიდ გამოწვევას, ვახო, მოდი ვთქვათ, გავხსნათ კარტები. კი, ანუ შენ წიკებს უძლებს. არა, გარდა მაგისა, სულ გინდა რომ ადამიანს უთხრა ბოდიში იმის გამო, რომ თავადაც ხდება რაღაცების სამისნე, ხო? აჰა, კი ბატონო. მე ვუძლებ ამ ყველაფერს და აღმოჩნდა რომ ესეც ასეთია. თამუნაც მათ უნდა გაუძლოს. ხო, იმიტომ რომ თამუნა რაღაცა ესე იგი შორს არ არის ამ სფეროდან ისედაც. შენ რო დაგიჭირეს და მე რო ვუთხარი, იცი თამუნას? ვერ ვპატიებ ჩემ თამუნა იყო რომელიღაც ქვეყანაში, შენ დაგიჭირეს და შენ დაურეკე? მე დავურეკე როგორ? ხომ არ ნერვიულობ, აი ესე დავურეკე და რა ხდებაო? და მე გაუთიშე ტელეფონი. გავუთიშე. და ის თქვი. ნუ რა მე თქვა არ ვიცი. ის თქვი. ვიკა, ის თქვი რომ მე რომ გადაურეკე პირდაპირ ამ სიტყვით დაიწყე. ადმინისტრაციული ძალიან გამძლე არის როგორც ადამიანი, ვერ წააქცევს ვერაფერი. ასე რომ ჩვენ თან ამ პროფესიისგან შორს არ არის მთელი ცხოვრება აი ამ პროფესიის ხალხთან ერთად ტრიალებს და ნამდვილად და შენ ცხოვრების 3 წესი, რომელსაც არასდროს არ ღალატობ, რომელია? ყოფით ცხოვრებაზეა ლაპარაკი? მის შეჭრა არ მიყვარს და ვცდილობ მაქსიმალურად ბოლო მომენტამდე არ ვუღალატო ბავს. აი უკიდურესი სიტუაცია და რა თქმა უნდა თამუნა გაგდებს ხო? თამუნა გაგდებს თმის შესაჭრა. ხო, ანუ უკიდურეს მდგომარეობამდე მივდივარ, როდესაც სტილის სავარცხელი ჩარჩება თმაში და აღარ ამოდის, მე უნდა შევიჭრა. და მე ვიცი რომ შენ ყოფილა შენს ცხოვრებაში ისეთი მომენტები, რომ შენ უარი გითქვამს თმის შეჭრაზე,
არ წასუხარ სალონში და თამუნა იძულებული იყო აქეთ მოეყვანა თმის სტილისტი. კარი გაიღო და შემოვიდა ადამიანი. ესე ხო? შემოვიდა ადამიანი მაკრატელს და ნაჯახს ატრიალებს აქეთ-იქით და აი რა უნდა ქნა მე წადიო ხო არ ეტყვია რა მოვიდა ადამიანი თავის სამსახურის ისე რა ქვია ფარგლებში ხო და ეგრე ფაქტის წინაშე არ შეიძლება ადამიანის დაყენება რა ყველაზე ანუ ეხლა ეს უარყოფით თვისებაა თუ დადებითი თამუნამ რაც გააკეთა ანუ კარი გაიღო და თმა უნდა შეჭრა თუ ადამიანი თუ ყავს ოჯახის წევრი რომელიც უარსაბობს თმის შეჭრაზე და ეს იქცევა შენი ცხოვრების ძალიან დიდ პრობლემად სხვა გზა არა აქვს თამუნას როდესაც გაქვს თვისება ქმარს რომელი საათიც არ უნდა იყოს მოდიხარ სახლში ვთქვათ რამე არის გასაკეთებელი და აკეთებს საჭმლით დაწყებული ვთქვათ სარემონტო რაღაცეებით რა დასალაგებელია იქ თუ რა ამას რომ აკეთებ. ტყუილია ხალხო ეს არის ტყუილი რო არის არა არაფერს არ აკეთებს არანაირი და ნუ საათებს აკეთებს რა არასოდეს არ ვაწუხებ საჭმელზე. არასოდეს არ წუწუნებ. არასოდეს არ წუწუნებ. მე თვითონ შევწვავ რაღაცას. მე მგონია რომ ეს უდიდესი თვისება. რაზე ვღიზიანდები? ანუ აი არ არის ცოლი ვალდებული რომ ყოველ დღე უბრალოდ აი ახლა დაღლილია ხო ადამიანი შენ გვიან მოდიხარ ყოველ დღე გამოუტანო საჭმელი რა კაცი მე საჭმელი არ გამომაქვს ჩემით და ამის გამო არ ვაკეთებ ჩემით საჭმელს ჩემ ცოლსაც ვუკეთებ სხვათა შორის რა გიკეთებ საჭმელს კი რამდენჯერ გამიკეთებია კაცო თამუნა, რა კიტრი და პამიდრის სალატს მარტო მაგის გაკეთება ვიცი მე? არ გინდა მართლა აი არაფერში არ წერია უკვე ეს ამბავი. იცი რა მაინტერესა? ველაფრის გაკეთება ვიცი ვიკა. კაი. ანუ მე ხო შენთან შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს. არა, მართლა ვიცი, შეწინააღმდეგო რა შუაში მართლა ყველა კერძის გაკეთება ვიცი თითქმის. ბრაზილიის ნაკრების თამაში დადა 70-იანი წლების ბრაზილიის ნაკრები და დააწერა რომ რა ცუდია რომ ესეთი რამე აღარ არსებობს ასეთი ფეხბურთი არ არსებობსა და რას ქვია არ არსებობს ამიხსენი არა ფეხბურთი როგორ არ არსებობს და ძალიან მაღალ დონეზე ესეთი სილამაზე აი ეს რომანტიკულობა რატო დაიკარგა იმიტომ რომ ფეხბურთის ჩემი აზრით ფეხბურთის კომერციალიზაციამ და ასევე ტაქტიკურმა სტრატეგიულმა შეხედულებებმა მოიტანა ფიზიკური გაძლიერების აუცილებლობა ფიზიკურად უფრო მომზადებული ფეხბურთელების შემთხვევაში შენ ანუ კონტრზომები უნდა მიიღო და რაღაცნაირად ისე ჩაკეტო ეს ფეხბურთელები რომ არ მისცე თავისი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება უფრო ავტომატიზირებული გახდა ფეხბურთი ამან უფრო შეზღუდა სივრცეები და თუ არ არის მესის კლასის ან კრიშტიანო რონალდუს კლასის ფეხბურთელი ის ვერ გააკეთებს იმას, რასაც გააკეთებდა მაგალითად რამდენიმე ათეული წლის წინ. საშუალო დონის ფეხბურთელი. ანუ არ იყო აუცილებელი ყოფილიყავი ვარსკვლავი, ანუ როგორ გითხრა? ვარსკვლავები ისედაც ლამაზ ფეხბურთს ხო აჩვენებენ ახლა. მაგრამ ახლა აღარ არის ფეხბურთი ისეთი ლამაზი, როგორიც იყო თუნდაც 90-იან წლებში და კიდევ უფრო მანამდე. არ არის ეგეთი. ფეხბურთი, იმიტომ რომ უფრო ავტომატიზირებული გახდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საინტერესო არ არის, ძალიან საინტერესოა, მაგრამ ინდივიდუალურად ახლა მესის თამაში, აი ჩემი აზრით, ბოლო ყველაზე ლამაზი ფეხბურთი ითამაშა ცოტა ნერვების მომშლელი ბევრისთვის, მაგრამ ბარსელონამ აი ჩვენი საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს და 10-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ყველაფერს იგებდა. კი ბატონო. ანუ მესი სადაც თამაშობს და როგორც თამაშობს, იქ ყოველთვის ალამაზი ფეხბურთი, მაგრამ მესი როგორი გამონაკლისია იცი? ნუ ჩემი აზრით ასეთი არც დაბადებულა და მგონია რომ არც დაიბადა ყოველ შემთხვევაში. მარადონაზე მაგარია. ჩემთვის კი, მაგრამ ვიღაც გეტყვის რომ მარადონა, ვიღაც გეტყვის რომ პელე და აქ გავლენას ახდენს რა
ეპოქაში მოუწია ადამიანს კი ბატონო. ცხოვრება კარგი. თავისი ასე ვთქვათ საფეხბურთო საგულშემატკივრო წლების. და აქვე გამახსენდა ახლა კიდე ერთ საინტერესო ამბავი, რომ ძალიან ბევრი ხანი შენ წერდი ჩემთვის სტატუსებს ფეხბურთის შესახებ, რომელსაც მე ჩემს ვატყუებდი ხალხს, საშინლად ვიქცევდი და ვასაღებდი ჩემს სტატუსებად და ერთხელ ვასიკო მაღლაფერიძემ მითხრა, რომ მეო ასე ხალი ფეხბურთში არ ყვევდეს, არ გამიგიაო. ინახამ გადაცემა დამაწყებინეს. მე ვნანობ, რომ ბოლომდე როგორ არ დავტროლე საზმაო. რო შეეთავაზე, რო წარმოგიდგენე, უცებ პირდაპირ ეთერია და მე ვზივარ და ვიწყებ გადაცემას ფეხბურთზე. თვისება, რომელიც გაგიჟებს ადამიანში, ნერვებს გიშლის, იმდენია. ზედმეტად ემოციურობა. ნივთი, რაც უკაცრიელ კუნძულზე აუცილებლად უნდა წაიღო. ტელეფონის გარდა. წიგნის გარდაც? არა, წიგნი შეგილი. ორი რო იყოს? კაი. წიგნი და ისა სავარცხელი. წიგნი, ყველა ვარიანტში წიგნს ავიღებდი. და ალბათ ისა მეორე რომ შემეძლოს კბილის ჟაგრის. კაი, ქართველი ვისაც ნობელის პრემია ეკუთვნის. ოთარ ჭილაძეს ეკუთვნოდა ნობელის პრემია ჩემი აზრით. საყვარელი ქალაქი საქართველოში თბილისის გარდა. ბათუმი. საყვარელი საფეხბურთო კლუბი ხეტაფეს გარდა. იუვენტუსია, მაგრამ ისეთ საშინლად თამაშობს ამ ბოლო დროს, რომ რა ვქნა, მაგრამ 20 წელია 30 წელია გულშემატკივრობ მეტი. წიგნი რომელმაც შეგცვალა? ой, ესე არ ვიცი. ესე გამიჭირდება თქმა. ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში. აქ ჩვენთან ეს გვერდით ოთახში. შიშველ ფეხზე ლოფერებს რის სანაცვლოდ ჩაიცმევდი. ყველაზე დიდი ადამიანი დღეს პლანეტაზე. მესი. ყველაზე მაგარი ჟურნალისტი. სად? პლანეტაზე, საქართველოში. საქართველოში ახლა რავი არ იტყვი და პლანეტაზე. ანდერსონ კუპერი ალბათ. ჩვენი რუბრიკა არის ასეთი, მოაქვთ ადამიანებს ნივთები და ყვებიან ისტორიებს ამ ნივთებზე და შენ რა მოგვიტანე დღეს? მე მოგიტანე ნივთი სტუდიაში. მითხრეს რომ აი უნდა შემოვიტანოთ, მოკლედ ხო, რისი თქმა მინდოდა რომ მოიცა ახლა ერთი. წავაღებინებ. არა. მოდი, იქ ვაიმე არ არსებული არის. მოკლედ, ვიკა, კოლეგებთან ერთად თამუნა იყო წასული ვიეტნამში. ხო და მე აქვე რაღაცა მთელი ამბებია, მოკლედ და უცებ ხედავ, რომ ვიეტნამიდან იდება რაღაც ვიდეო, სადაც ეს ჯოხით თუ რაღაცით დგას და უზარმაზარ გველს ათვინიერებს რა. ხო და ნუ აი გველის ატანა არა მაქვს. მიჩვეულია გველების მოთვინიერებაში, არის დასპეცებული. აი ატანა არა მაქვს გველის და ეს რაღაცა, ნუ კარგი ხო, რავი, გავატარე რა. ნუ ამ გველების ისტორია გაგრძელდა სახლში. გამოვდივარ დილით, ეს უკვე დაბრუნდა, გამოვდივარ დილით და გველებითაა სახლის სავსე. ნუ რას გულისხმობ გველებითაა სავსე? ვაიმე! აი ამას აი არ შემიძლია გველი ვერ ვიტან, მაგრამ ლამაზი არის ძალიან. ოდ რა არის ეს იცი? ვაიმე არ არსებულია. ეს ვიეტნამიდან ჩამოყვანილი გველია. ეს კობრა არის ხო? ვიეტნამიდან ჩამოყვანილი გველი, ეს არაყია. არ არსებობს. ეს არის არაყი, ნაფტას არაყია ეს. ნაფტას უნდა ვაჩუქოთ ეს. ნაფტა თუ აქედან დალევს არაყს. ესაც უნდა დავლიოთ. შეგიძლია დალიო ეს არაყი? ხო და არ ვიცი. არხის სიყვარულის მასშტაბი მინდა რომ აღიქვათ, რომ აი ეს შეუძლია დალიოს. გიჟდები სასმელზე, მაგრამ აი ამის დალევა, ნუ დავლევა ალბათ. არ ვიცი. შენ დალევდი? შენ დალევდი? არა, რა დავლევდი? ეს დალიე შენ.
და როგორი იყო? ეს ერთი შვილი. შვილი არის არა, არ ვიცით, მაგრამ წიწილი არა. არ არის წიწილი, ესეც კაი. ესეც არაყია. ესეც არაყია. ეს უნდა დავლიოთ მე და ნაფტამ. ზურა პაპიაშვილი გამოვა ციხიდან და შემოგვიერთდება. შეგიძლია ეს დაი? არა. აუ მოდი დავლიოთ. შეიძლება პოდკასტში დალევა? ჭიქა გააქვს? მართლა? მოდი დავლიოთ მე და შე. არ არსებობს. აუ, გთხოვთ, ჭიქა გვინდა პატარა ჭიქა რამე და დავლიოთ. ხო შეიძლება პოდკასტში. არა, მე ვერ დავლევ. დავლიოთ. მე ვერ დავლევ. არა, მაშინ მე მარტო ვერ დავლევ. ძალიან ცოტა ხა. არა, არაფრით. იცი რა მაინტერესებს? ეს გველი უნდა დაჭრა და შეჭამო მერე? იჭმევა ეს? აბა რატო ზის აქ? რა ვიცი, იმიტომ რომ პოტენციისთვისაა კაი და სახსრების ტკივილისთვის. ეს სასმელი? მე ვერ დავლევ ახლა. ვიკა შეიძლება ამოხდეს და არა ერთი წამი. რა ვიცი რომ არ ამოხდება, მაგრამ არ შემილია. სუნიაკ. ნუ არაყია რა ჩვეულებრივი. არა ვერ დავლევ ყველა მის ხამში. მოდი მიკიდე. მე არ შემიძლია. შეხვარდალო. ბოთლიდან. ვიკა. მედე. ჩვენ გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. თუ არ დალევა, არ გამოვა. ამით ვასრულებთ? აბა ვიეტნამური. რა კარგი სუნია აქვს. ვიეტნამური გველის. ეს ნახდი გველია? ნახდი გველია ხო? არა, ვერაფრით ვერ და. დალია კაცო. აი რა მოხდა? ეხლა აი რას გიშავა? არა, არ შემილა, აი ნახე ცუდად ხვდები. ნახე რა ლამაზია. მოკლედ, სვამთ. 1 2 მეც პირველად სვამ არასდროს არ გამისინჯავს. 1 წამით. აუ წყალიც რომ მომიტანო, მაპატიერა. წყალში არ გააზაო კაცო. არა, არ გავასწავლებ წყალში. რას გაუმარჯოს? ჩვენ რა ვიცით იმ სურვილს? ჩვენს ბრძოლას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. 1 2 ვაიმე. ანუ უბრალოდ წაიღე, რომ არ გავიაზრო რა დაბლიე. აუ რაღაცნაირი გემო აქვს. აი იმენა გველი შევჭამე. ანუ რატომ იკეთებ ამას? მე გველით ვჭამე. გემო ბოლოში. კარგი. წყალი არ უნდა დაგეყოლებინა. და აი როგორი გემო აქვს, იცი, აი კუდიანად როჭამ. გველს. ვახო, ძალიან დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის, გრძელი გამოგვივიდა და ეგრეც ვიცოდი სხვათა შორის და მადლობა შენ, რომ ესეთი კარგი მეგობარი ხარ, ჟურნალისტი, კარგი ქმარი, კარგი მამა და ყველაფერი საუკეთესო. მადლობა შენ და ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა რომ იყავი ჩვენი გადაცემის სტუმარი და ბოლოს აი ეს რაღაც წარმოუდგენელი დავლია. ეგ არა მოუჭრათ. არა, ამას როგორ არ ამოჭრათ? თან იცი რა არის, ცოტა ისე ვარ ახლა რაღაც. არა მოუჭრა ეს. არა, რატო უნდა ამოვჭრა? არა, არ ვიცი. ძლივს დავლია გველის არაყი და მაგას ამოვჭრი? ძალიან დიდი მადლობა ვიკა. ძალიან სასიამოვნო იყო. ჩემთვისაც მაყურებელმა მადლობა. შეაფასოს რა გამოვიდა. რაღაცებს ამოვჭრი, სადაც არ მეთანხმები, იმებს ამოვჭრი, დავიტოვებ ჩემს მოსაზრებებს მხოლოდ და შევქმნი ნარატივს. ძალიან მიყვარს შენი გადაცემა. სულ სხვა კუთხით ჩანან ადამიანები, რისი შესაძლებლობა შეიძლება არ კონდეთ სხვა შემთხვევაში და ეს გადაცემა ძალიან ავსებს ქართულ მედიას და წარმატებები შენს გადაცემას
აქაც და სხვაგანაც და წარმატებები მთლიანად მისმინეს. ნამდვილად და შევხვდებით ერთმანეთს შაბათის მარშზე. აუცილებლად შევხვდებით. მადლობა ვახოს, ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემა. მოგწერეთ, დაგვიკომენტარეთ და მომავალ შეხვედრამდე.